დღეს არის შაბათი 5 ივლისი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 22 ივნისი 2025 წელი და დღევანდელი შაბათი შესახებ გვისაუბრია ეს არის საუბარი 72 მაგრამ დაემატა ახალი წმინდანები რომლის შესახებაც არ გვისაუბრია გვისაუბრია პირველის ყოვლისა ეს არის წმინდა იოანე ნეაპოლელი და 10,000 ჯვარცმული არარატის მთაზე. Აი ამ წმინდანების შესახებ ჩვენ გვისაუბრია, ასევე ჩვენ გვისაუბრია წმინდა ევსების ამოსატელის შესახებ. ევსების ამოსატელის შესახებ გვისაუბრია, მაგრამ დღეს ამ წმინდანის შესახებ მაინც მინდა რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ქართული ტექსტი გვაქვს. ეს მისი ცხოვრების აღწერა და მინდა რომ ერთად წავიკითხოთ ეს ტექსტი. ამიტომ მაინც გავიმეორებთ ესე იგი რაღაც ამ წმინდა ევსების შესახებ და აი ვის შესახებაც არ გვისაუბრი, ეს არის წმინდა მიქაელ ჰერელი, წმინდა მიქაელ ყულოშვილი, მიხეილ ყულოშვილი და წმინდა ნიკიტა რემესიანელი. და ესე იგი ამ წმინდანების შესახებ მინდა მოგიყვეთ, დავიწყებ პირველ რიგში წმინდა მიქაელ ყულოშვილის შესახებ და მინდა გითხრათ წინასწარ რომ ძალიან დიდი მასალა არსებობს მის შესახებ, სულ ახალი წმინდანი 1917 წელს მოწამეობრივად აღესრულა ჰერეთში რომელსაც დღეს საინგილო უწოდებენ. თუმცა ეს საინგილო სიტყვა ცუდი სიტყვაა და მოგახსენებთ რას ნიშნავს ქართულ ენაზე. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ წმინდა მიხეილის შესახებ ბევრი რამ წერია და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ უამრავი მადლობა ღმერთს ღვთისმადლით, რომ ბევრი დიდი მასალა გვაქვს და მისი შთამომავლები არიან ცოცხლები კიდე და ეს ყველაფერი, რაღაც ნაწილი, რა თქმა უნდა, მითითებული მექნება აღწერილობაში ორი არაჩვეულებრივი ვიდეო სიუჟეტი, ერთი უფრო ფილმი ალბათ, რომელიც წმინდა მიქაელის შთამომავალმა გააკეთა, რომ მევალთ აქამდე ვერ მოგიყვებით და მეორე 2012 წელს შეირაცხა 2012 წელს შეირაცხა წმინდანად და მაშინვე უკვე აი წმინდანად შერაცხვის შემდეგ საპატრიარქოს ტელევიზიას აქვს არაჩვეულებრივი სიუჟეტი გაკეთებული და მამა ზურაბი საუბრობს, ნახავთ თქვენ ეს შეგიძლიათ მოიძიოთ საუბარი მის შესახებ ფაქტიურად დაწვრილებით. ამიტომ მე აი ამ საყოველთაოდ მაინც მომიწევს რაღაცების გამეორება, მაგრამ მაინც მე გადავწყვიტე რომ ვითანამშრომლოთ, თქვენ წაიკითხეთ მისი ცხოვრება, მე კი მოგიყვებით მისი გარდაცვალების შესახებ. და ვისარგებლებ ჟურნალ კარიბჭეში 2013 წლის 4 ივლისს დაიბეჭდა არაჩვეულებრივი წერილი, მოთხრობა მამა მიქაელის შესახებ და რაღაცა თავისებური დრამატურგია აქვს ამ წერილს და რაღაცებს გამოვტოვებ იქიდან. ესე იგი იწყება იმითი, რომ 1918 წელს გაზეთი საქართველო წერდა ვერაგულად მოკლეს ინგილო მღვდელი, გავლენიანი და ფრიად პატივცემული მოხუცი მიხეილ ყულოშვილი, რამაც დიდი აღშფოთება გამოიწვია არამც თუ საინგილოში, არამედ მის გარეთაც. მამა მიხეილი უკვალოდ დაიკარგა ნოემბრის 1-ს. რაღაც ესეთი ძველებური ენაა და ესეც მომწონს სხვათა შორის. არამედ ესე იგი ნოემბრის 1-ს სოფელ მარსანში, რომელიც დასახლებულია მუსულმან ინგილოთაგან. 18 დღის ზებნის შემდეგ გვამი მღვდლისა ვიპოვეთ სოფელ მარსანის ახლო ტყეში ძველ ნახშირის საწვავ ორმოში. ორმო იყო, სადაც ნახშირს ამზადებდნენ.
გვამი რომ ამოიღეს, ვნახოთ საშინელი სურათი წარმოუდგათ, ხელები გაკრული ზურგზე, ხანჯლის ჭრილობა გულს ზემოთ, ყელი გამოჭრილი და კისრის ხერხემლის ძვლები დაკეპილი. ექიმის გამოკვლევით ხელებ გაკრული მღვდელი დაუწვენიათ მარცხენა გვერდზე და მარჯვენა მხრით დაუწყიათ ხანჯლით ან ცულით ცემა, ნახევარზე მეტად მოუშორებიათ კისერი. კუჭის გაშინჯვამ აღმოაჩინა, რომ მღვდელი რამდენიმე დღე მშიერი ყოლიათ დამწყდეული, არის ნიშნები, რომ გვამის დაწვას დომიად ორმოში, მაგრამ ცეცხლი მალე არ ჩამქრალა. ამ ხეცური მკვლელობის ჩამდენმა ხალხმა იცის, მაგრამ ვერ უთქვამს, რადგან მთავრობა არ არის და გამჟღავნებისათვის შურისძიებისა ეშინიათ. ეჭვი არ არის, რომ ეს ხეცური მკვლელობა ჩადენილია სარწმუნოებრივ ნიადაგზე. სიცოცხლის დროსვე მუსულმანები ხან ემუქრებოდნენ მღვდელ ყულოშულს, ჩვენს ჯგუფზე გადმოდი თორემ ინანეფო, ხან მოლები ემტერებოდნენ, რადგან უკანასკნელმა კარგად იცოდა მაჰმადის ჯული, ყურანის ახსნა და ხშირად ამხელდა მოლების უვიცობას. მუქარას უთვლიდნენ მუსულმანები ქრისტიან ინგილოთაც და ძალით უნდათ მაჰმადიანობა მიაღებინონ. საჭიროა ქართველობამ ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს მათ გაჭირებულ მდგომარეობას და ახლავე მიიღოს ინგილოთა დახსნისათვის ზომები, თორემ მერე გვიანი იქნება. მოკლედ რთული ამბავია, 1917 წელია. ავტორი, ესე იგი წერილის ფსევდონიმით წერს, მასაც ეშინია, რა თქმა უნდა, ეს არის ვ.ლი, აი ესეთი ფსევდონიმით არის. და ეს აღმაშფოთებელი ამბავი ელვისის სწრაფით გავრცელდა. პროფესორი მოსე ჯანაშვილი იგონებდა მადლიერი ერი დიდხანს გლოვობდა მღვდელი მიხეილის გარდაცვალებას. დასაფლავებას ინგილო ქრისტიანებთან ერთად მაჰმადიანებიც ესწრებოდნენ. ალა თემურის თავიდან კახამდე მოყოლებული გზები მრევლით ყოფილა სავსე. ყველა აღშფოთებული იყო და სულიერი მამის მკვლელობის გამო ვერაგი მკვლელის მიმართ იძულს გამოთქონდა. მამა მიხეილი გამორჩეული პატივისცემით მიუსვენებიათ მის მიერვე აღდგენილ კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში და საინგილოს ეროვნული გმირის ივანე ბაბა ბულღაშვილის გვერდით საინგილოს პანთეონში დაუგზავნოთ ქრისტიანული რწმენისა და სამშობლოსათვის ნაწამები მისი წმინდა სხეული. და საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, როგორც მოგეხსენეთ, 5 ივლისის გადაწყვეტილებით, 5 ივლისის, ანუ დღევანდელი დღე არის ესა, მღვდელმოწამე მიხეილ ყულოშვილი მოწამეთა დაში წმინდანად შერაცხა და მისი მოხსენების დღეთ 22 ივნისია დღეს, როგორც მოგახსენეთ, 5 ივლისი და აი ამ დღეს სინოდმა ამავე დღეს დაადგინა მისი ხსენების დღე. კიდევ არის აღწერილობა, როგორ მოხდა ეს მკვლელობა, ამასაც წაგიკითხავ და შემდეგ წაგიკითხავთ მიში შულთაშვილის ძალიან საინტერესო საუბარია. 1917 წლის 1 ნოემბერს მამა მიხეილი თავის სამრევლოში ჩავიდა. წირვის დასრულების შემდეგ ცხენი შეუკაცმოს და შინისაკენ გზას დადგომია. გზად სოფელი მარსანი უნდა გაევლო. ხიდთან ერთი დაღონებული, ესეთი სისასტიკე არის, ესე იგი აღწერილი აქ, აი სხვა შორის ეს ყოფილა ეგეთი შემთხვევა. აი ჩვენს დროში, როდესაც წმინდა არ არის ჯერ წმინდანად შერაცხილი ხოსე მუნიოს კორტესი, აი ზუსტად ასევე რა, რაღაცა ადამიანის დახმარება ჭირდებოდა და შეიტყუეს. ესეც ესე ნახეთ. ხიდან ერთი დაღონებული კაცი შემოხვდა, რომელმაც ავადმყოფის სანახავად სთხოვა გაყოლოდა. ბუნების კეთილმა მოძღვარმა და სხვათა შორის აი მის ცხოვრებას რო წაიკითხავთ, არაჩვეულებრივად ეხერხებოდა ასევე სამედიცინო საქმე და ხალხს ეხმარებოდა მკურნალობაში. და ბუნების კეთილმა მოძღვარმა ვერც კი წარმოედგინა, რომ ატყუებდნენ, ავადმყოფს სახლთან მისულს გაუკვირდა, რომ არავინ გამოეგება კართან, მაგრამ იფიქრა, ალბათ მძიმედ არის ავადმყოფი და გაბედულად შეაბიჯა ბინაში, სადაც ხიფათელოდა.
იატაკი წმინდა წინ აეხადათ, რომელზეც დიდი ფარდაგი იყო დაფენილი, მამა მიხეილმა როგორც კი ფარდაგს ფეხი დაადგა, ფარდაგიანად ჩავარდა სარდაფში, სადაც მოსყიდული მკვლელები იყვნენ ჩასაფრებულები, მათ ხუდელი გაკოჭეს და სარწმუნოების შეცვლა მოთხოვეს. რათა შემდეგ ქრისტიანი ინგილოები მუსლიმანურ სარწმუნოებაზე მოექციათ. მამა მიხეილი რასაკვირველია არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას, რის შემდეგაც ძალადობაზე გადავიდნენ და ხანჯლებით დაადგენ მოხუც თავზე. ყველა ადამიანის ბოლო მაინც სიკვდილია, მომკალეთ წმინდა სამებისათვის. თქვენ საზღარ სარწმუნოებაზე სიკვდილს შიშთაც არ მივიღებ. თქვენ ხომ დედისა და დის მეც არავის ცნობთ. ძმა ძმის ცოლს ირთავს. არ იცით სისხლით ნათესაობა, გაქვთ ჩამორჩენილი კულტურა, სჯობს სიცოცხლესა, ნაზრასა, სიკვდილის სახელოვანი. ეს იყო ბოლო სიტყვები. მე არ ვიცი როგორ შემორჩა ეს ბოლო სიტყვები, ალბათ ვიღაცამ გამოიტანა მე იქიდან მაინც ამბავი. გამხეცებულმა ჯალათებმა მეტი აღარ დააცადეს, ხელი აღმართავს პირჯვის გადასაწერად, მაგრამ სიკვდილმა მოუსწრო. შებინდებისას მწვერვალებმა მოწამის გვამი სუდარაში შეახვიეს, ურემზე დადეს და უღრან ტყეში წაიღეს. უპატრონო დარჩენილი ცხენი ჭიხვინით გამოიქცა სოფელში და ხალხი ყველაფერს მიხვდა. მოძღვარში დაქვრივებული რძალი ელუდებოდა. რძალი, რომელიც ასევე ძალიან ცნობილი პიროვნება იყო. ქალთა შორის ქართული კულტურის გამავრცელებელი ცნობილი პედაგოგი 21 წლის სოფიო ყულოშვილი ელოდა. მიხეილ ყულოშვილს ერთადერთი ვაჟი სასულიერო სემინარის კურსდამთავრებული ნიკოლოზი მაჩხანში მასწავლებლობდა საინგილოში, რომ ქრისტიანული წმენა გაძლიერებული იყო. მამა მიხეილმა 1892 წლის მაისში ნიკოლოზი მღვდლად განაწესა, ის 1895 წლის შემოდგომაზე ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, რომელსაც 1891 წლის ათივლის დაბადებული ერთადერთი ასული ნინო დარჩა. დღეს მისი შვილთაშვილი თინათინ ჭაბუკიანი არსებობს, მეორე შვილთაშვილი წყავდა და იმის შესახებაც მინდა მოგახსენოთ, რომელიც ასევე გმირულად დაიღუპა 2008 წლის ომში. და ეხლა იმის შესახებ ერეკლე მოგახსენებთ. და ეხლა თინათინ ჭაბუკიანის მონათხრობი არის, ამასაც წაგიკითხოთ. მამა მიქაელის ძმა ადრე გარდაიცვალა. მას ბევრი შვილი დარჩა. ძმის გარდაცვალების შემდეგ მამა მიქაელმა სთხოვა რძალს. ერთ-ერთი ძმის შვილი მიშვილო. პაპაჩემს ვანოს დაადგა თურმე თვალი. და ესე იგი ამის ბაბუას. და დედის თანხმობის შემდეგ თავისთან გადაიყვანა საცხოვრებლად. წერა-კითხვით დაწყებული, ყველაფერი შეასწავლა, გვერდიდან არ ცილებდა, სადაც წავიდა და ყველგანთან დაყავდა, როგორც ცოტა ღვიძლიშვილი ნიკოლოზი დაიღუპა, პაპაჩემი უწევდა თურმე ვაჟიშვილობას. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ დიდი წინაპარი გყავდა, რომელმაც თავის შესწირა თავის ხალხს და სარწმუნოებას. მართალია, ამაზე მაშინ ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა, მაგრამ ოჯახში პატარაობიდანვე გვიყვებოდა მამა თავისი ბაბუის შესახებ, რომელიც თვითონაც მიხეილ ყოლოშვილის სახელსა და გვარს ატარებდა. თითქმის ყოველ ზაფხულს ჩავყავდით მამას საინგილოში და ძალიან მიკვირდა, რომ თბილისისაგან განსხვავებით იქ ღვთის რწმენა გამჯდარი იყო ხალხში. ისინი დიდი სიყვარულით ყვებოდნენ მამა მიქაელის ყვაწყლზე. ვანო პაპას ოჯახი მართლაც გამორჩეული იყო საინგილოში თავისი მორწმუნეობით. ცხადია, იქ არც ერთი მოქმედი ტაძარი არ იყო კომუნისტების დროს და ნაკურთხი მარილი რომ შემოელეოდა, თბილისში დადიოდნენ მარილის საკურთხევლად, რადგან ბებიაჩემს ვერც კი წარმოედგინა საჭმელი ნაკურთხი მარილის გარეშე როგორ მოემზადებინა. ბებია ელენე წინდებსაც კი არ მოგსოვდა ისე, რომ ჯვრები არ ჩაექცევა, მიცვალებულებსაც სპეციალურად ჯვრიან წინდებს უმზადებდნენ. ბევრი მართლმადიდებელი ტრადიცია იყო საინგილოში შემორჩენილი ისეთი, რომელიც მე სხვაგან არ შემხვედრია, რაც იმ დროისათვის ძალზე უჩვეულო იყო და მე ხომ მეორე ბაბუა და ბებიას ყავდა ლეჩხუმში, მაგრამ მათი რწმენა აბსოლუტურად განსხვავებული იყო. მამაჩემი დროის უკმართობის მიუხედავად, როდესაც რწმენაზე ლაპარაკი დანაშაულად ითვლებოდა, წერილებს წერდა თავის სახელოვან წინაპარს.
დადიოდა საპატრიარქოში მამა მიქელაძე მასალების მოსაძიებლად. პროფესიით ექიმი იყო, მაგრამ ისე საფუძვლიანად იკვლევდა და დაინტერესებული იყო ამ საქმით, წიგნით გამოსცა სანგილოს ისტორიას. ამბობდა, დადგება დრო და მამა მიქაელის ამოქს და დამსახურებას ჩვენი ერისა და ეკლესიის წინაშე სულ სხვაგვარად შეაფასებენ. ამასთანავ ეს მამა ზურაბმაც აღნიშნა, როგორც მოგახსენეთ თავის ინტერვიუში, ეს საპატრიარქოს ტელევიზიაში მითითებული მექნება ეს ორი სიუჟეტი. პირველად ჩვენ ბატონ მიხეილისაგან შევიტყვით მართლმადიდებლური სარწმუნოებისათვის მსხვერპლად შეწირული მისი ბაბუის შესახებ, რომელსაც პაპატრიარქოში წერილები მოქონდა მამა მიქაელსა. მითხრა, რომ მამა ჩემი მოესწრო მამა მიქაელის წმინდანად შერაცხოს. მამა შარშან მიხარია, უკაცრავად მიხარია, რომ მამა ჩემი ეს თინათინი წერს, რომ მამა ჩემი მოესწრო მამა მიქაელის წმინდანად შერაცხოს. მამა შარშან 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღეს გარდაიცვალა. ძალიან ნუდოდა საინგილოში დასაფლავებული იყო, მაგრამ ეს თხოვნა ვერ შეუსრულებ, უთხარი რომ ეს შეუძლებელია, რადგან ხშირად ვერ შევძლებ ჩამოსვლას, საფლავს ვერ უპატრონებ. მეთქი გიორგობას საინგილოში ვიყავი. მამა მიქაელის საფლავიდან წამოღებული ერთი მუჭა მიწა მამა ჩემი საფლავზე მოვაბნია და ამით უდიდესი შევავიძენი. მამამ 85 წლის ასაკში ჩემს ხელში დალიასული. მისი ბოლო თხოვნა იყო საინგილოს მიეხმარა, როგორც შეგიძლია. ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ფილმში ჩვენ მშვიდობა არამხოლოდ საინგილოს, სამაჩაბლოს, პანკისა და ახალციხეს გადავიღე. ეს თინათინი ამბობს ამას. ყველანაირად შევეცდები მამის ანდერძი შევასრულო, წავადგე ჩემს კუთხესა და ჩემი საქმეთ ვემსახურო ქვეყანას, რომ უახლესი ისტორია დავიწყებას არ მიეცეს. მე საინგილოს მიმართ დიდი მოვალეობა მაქვს. გიორგობა საპატრიარქოს ტელევიზია და საინგილოს დღევანდელი პრეფექტის დახმარებით შევძელი საინგილოში მამა მიქაელის საფლავისა და წმინდა გიორგის სახელობის იმ ტაძრის გადაღება, რომელზეც თავის დროზე მამა მიქაელმა აღადგინა. პანთეონში წმინდა მიხეილის ძვალთშესალათთან არის დასაფლავებული მისი რძალი. მამა ნიკოლოზ ყულუშვილის ქვრივი სოფიო კენჭოშვილი ყულუშვილი, რომელსაც საინგილოში დღესაც დედა სოფიოს სახელით მოიხსენიებენ. მან ბევრ ქართულ ბავშვს წერა-კითხვასთან ერთად მშობლიური ენისა და სამშობლოს სიყვარული შეასწავლა. ერთ-ერთ არქივში წავაწყდი ილია ჭავჭავაძის სოფიოსადმი გაგზავნილ წერილს, რომელშიც ის ოლგასთან ერთად აღფრთოვანებულია სოფიოს სამშობლოსადმი უანგარო სამსახურითა და თავდადებული მოღვაწეობით საინგილოში. დღეს შენ მე იმედებიო, წერს ილია. შესანიშნავად იქადაგა იმ დღეს ხორნაბუჯისა და გერგეთის ეპარქიის, ჰერეთის უკაცრავად ეპარქიის მეუფე მელქისედეკმა. თითქმის 4 წელია მეუფის დიდი მონდომებით აღდგა საუფლო დღესასწაულები ამ ტაძარში. გიორგობას ქრისტიანებთან ერთად მუსლიმანებიც ესწრებიან ტაძრის დღესასწაულს. კარგია, რომ საშუალება მომეცა ეს ყველაფერი გადაგიღოს, სწორედ მეუფე მელქისედეკმა გადმოგცა. ეხლა გაჩვენებთ, რომ ორჩები საუბარს ხატი და მასალები. დიდი იგი არჩეულებრივი წიგნია მიხეილ ყულუშვილზე და მისი დიდი მეცადინეობით მოხდა სწორედ წმინდანად შერაცხვა. ჩემი ძმა ერეკლე ყულუშვილი, თინათინის ძმა. და ამ ერეკლეს ფოტოსაც გაჩვენებთ ახლა. და ამ ფილმში ერეკლეს შესახებაც არის. 28 წლისა 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაიღუპა ცხინვალში. მეოთხე ბატალიონის კაპიტანი საქმეში შეტანილი თვლისათვის რამდენჯერმე იყო დაჯილდოებული წმინდა გიორგის ორდენით, ფეხმძიმე მეუღლე დატოვა თბილისში და მისი ვაჟი ნიკოლოზ ყულუშვილი. ეს სახელები ტრიალებს ამ გვარში. მიქაელი, ნიკოლოზი, ამას კი ერეკლე ერქვა. მამის გარდაცვალების შემდეგ დაიბადა, თვითონ კი თავი შესწირა ჩვენი სამშობლოს დაცვას.
მისი გარდაცვალება ძალიან მძიმე იყო ჩვენი ოჯახისათვის. დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც მამა მიქაელი საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, ძალიან ცხადად ვგრძნობთ მის შემწეობას. ახლო მომავალში გვინდა რომ ნათესავება დავმოვიყაროთ და ერთად აღვნიშნოთ ეს სასიხარულო მოვლენა. მამა მიქაელის წმინდანობა დიდი ბედნიერებაა. არა მხოლოდ ჩვენი ოჯახისათვის, მთელი ერისათვის. განსაკუთრებით კი ანგელოსათვის, იმ კუთხისათვის, სადაც მან თავისი სიცოცხლე შეწირა და სადაც მისი წმინდა ნეშტი განისვენებს. ახლახან ოჯახის არქივში აღმოაჩინე მამა მიქაელის სურათი, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრეა გადაღებული. ამ სურათს მე პირველად ჩემს ფილმში გამოვიყენებ, რომელიც ანგელოს მიეძღვნება. და როგორც მოგახსენეთ, ეს ფილმიც მითითებული მექნება. ეხლა კი სურათი ფოტო არსებობს, აი მამა მიქაელ ყოლოშვილის, აი ეს არის. და ხატიც ამ ფოტოს მიხედვით შეიქმნა. ეს არის მისი საფლავის ქვა კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში. ეს არის აი ეს. აი მისი ქვაც აქ არის, ნახეთ. და კიდევ სხვა აი ეს სოფიო ეს მისი რძალი განისვენებს იქა და კიდევ აი ეს როგორც მოგახსენეთ, ეს არის პანთეონი ამათი. და აი ხა მინდა გაჩვენოთ კიდე სადაც არის ამბავი, მე უკვე მიქაელმა გადმოცა ფოტო და აი კიდევ ესეთი ფოტოც არსებობს, აი თინათინის გადაღებულია ესა. აი ეს არის ხე, რომელიც მოიხარა მამა მიქაელის საფლავთან. ნახეთ როგორია. აი ესეთნაირი, ესე გამოიყურება. და ბოლოს აი ერეკლე ყოლოშვილის ფოტო მინდა გაჩვენოთ. მამა მიქაელის შთამომავალი, რომელიც დაიღუპა 2008 წლის ომში რუსეთის წინააღმდეგ. მერულად. და კიდევ რაც შემიძლია გაჩვენოთ, ეს არის ხატი. როგორც მოგახსენეთ, ამ სურათის მიხედვით შექმნილი ხატი არის. ეს არის მამა მიქაელ ყოლოშვილის ხატი. შეგვიძლია მისი მაგრი და კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ არ მოვყევი ყველაფერი მის შესახებ, იმიტომ რომ ხო გეუბნებთ, აი იმდენად ბევრი რამ არის მასალა მის შესახებ, რომ დაიბნება ადამიანი საიდან რა მოამზადოს, ესე იგი მოსაყოლად ეს მასალა. ალბათ ესე ფრაგმენტულად, რაც მოგიყევით ყოველ შემთხვევაში ძალიან შთამბეჭდავია, როგორ დაიღუპა, მაგრამ როგორ სანამ დაიღუპებოდა, როგორ იცხოვრა და რა გააკეთა საანგელოსათვის. აი ეს თქვენთვის მომინდია მოკლედ ეს საქმე. მის საფლავი გახსნილი არ არის და ბუნებრივია ეს მინდა ნაწილებიც არ გაგვაჩნია და მე უკვე გადავდივარ ახლა კიდევ სხვა წმინდანებზე, რომელთა ხსენებაც არის დღეს. ერთი წუთით. ეს როგორც მოგახსენეთ, არის ხსენება წმინდა ნიკიტასი. წმინდა ნიკიტა რემესიანი არის ქალაქი, რომელსაც დღეს ეწოდება ბელა-პალანკა. ბელა-პალანკა ეს არის პირველი ეპისკოპოსი ამ რემესიანასი. 414 თუ 420 წელია, 414 თუ 420 აი ამ შუალედში არის მისი გარდაცვალების თარიღი. დღევანდელ დღეს, ესე იგი 22 ივნისს არის ხსენება და კი წინასწარ კიდევ მინდა გითხრათ, რომ მას უწოდებენ რუმინეთის, მეცნიერებმა შეარქვეს ეს გვიან ეს სახელი.
მაგრამ არა მარტო და ნახავთ, ახლა წაგიკითხავთ რუმინეთის მოციქული, დუნაის მოციქული, აი ეგ ქადაგებდა იმ ხალხებში, ვინც იქ ცხოვრობდნენ მაშინ. ეს არის მეოთხე საუკუნე, მეხუთე საუკუნის დასაწყისი. წყარო რის მიხედვითაც მოგიყვებით ახლა წმინდა ნიკიტა, ეპისკოპოს ნიკიტაზე. ეს არის ასევე უდიდესი წმინდანის მიერ აღწერილი. ეს არის წმინდა პავლინ ნოლანელი, პავლინ მოწყალე. წმინდა პავლინ ნოლანელის შესახებ ჩვენ გვისაუბრია, ეს არის 155 საუბარი 36 წუთიდან. შეგიძლიათ ნახოთ და ესეც პავლინ ნოლანელი უდიდესი მამა იყო, მწერალი საეკლესიო და პავლინ ნოლანელი იცნობდა პირადად. იცნობდა კი არა მარტო, ესე იგი აი ლამის როგორც მოძღვარი მისთვის ისე იყო. გვიან გაიცნო ეს წმინდა ნიკიტა ჩავიდა ნოლაში, ნოლა ქვია ქალაქს. პავლინ ნოლანელი ესე უწოდებენ, თუმცა ნოლელი უფრო სწორი იქნებოდა ალბათ, იმიტომ რომ ნოლაში მოღვაწეობდა და პავლინიც როგორც მოგახსენეთ დიდი პიროვნება იყო და ეს ჩავიდა და ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ეს პავლინმა და როგორც მოძღვარი თავის ისე აირჩია, თუმცა მერე ნიკიტა მალე გარდაიცვალა. მოკლედ პავლინ ნოლანელის ორი ის ხო ლექსად წერდა საერთოდ პავლინ ნოლანელი და ორი პოემა აქვს მიძღვნილი მისთვის და ასევე ეპისტოლე აქვს დაწერილი პავლინ ნოლანელს წმინდა სულპიციუს სევერუს აკვიტანელის მიმართ. მე ხარ შევჩერდები რა თქმა უნდა ვინ არის სულპიციუსი, მაგრამ მოკლედ აი ეს ერთი წყარო და მეორე არის კიდე ძალიან ცნობილი საეკლესიო მწერალია წმინდა მგონი წმინდანად არის შერაცხილი გენადი მარსელელი და მას აქვს თხზულება ცნობილ წმინდა მამების შესახებ, ესე ქვია თითქოს თხზულებაზე. იქ აქვს, ესე იგი, იქ არის წმინდა ნიკიტას შესახებ. ეხლა ვინ იყო წმინდა ნიკიტა ამის შესახებ მინდა მოგიყვეთ. 335 თუ 340 წელს დაიბადა ქალაქ რემესიანაში, როგორც მოგახსენეთ, ესე იგი ბელა-პალანკა, ესე ქვია ამ ქალაქს. სოფელია ეს ბელა-პალანკა, ესე იგი სერბეთში არის დღეს ეს ტერიტორიულად და დაკიის დიოცეზი, ანუ დაკიის ეპარქია იყო მაშინდელი დაკია. დაკები ცხოვრობდნენ იქა და მოკლედ დაკიაში დაიბადა და არ არის ცნობილი მისი ეროვნება. ან შეიძლება გუთი იყო უფრო სავარაუდოდ, ან ფრაკიელი და მოკლედ ამ ქალაქ მაშინ ქალაქი იყო რემესიანა ერქვა და იქ დაიბადა თვითონ ამ ქალაქში. ესე იგი ძალიან მწირი მიუხედავად იმისა, რომ აი ასეთი აღწერილობებია მის შესახებ არის მასალები, მაინც თვითონ დეტალები მის ცხოვრების ძალიან მწირია ინფორმაციულად. მაგალითად, ზუსტად ხო გემთ არ ვიცით მისი ნაციონალობა, თუმცა ვიცით მისი თხზულებების მიხედვით, მისი მშობლიური ენა იყო ლათინური ენა, თუმცა ბერძნულიც ძალიან კარგად იცოდა და ესე იგი მიღებული ჰქონდა ბრწყინვალე რომაული განათლება, სავარაუდოდ რომში ბრწყინვალე განათლება და მოგვიანებით მერე როგორც მოგახსენეთ აი წმინდა პავლინ ნოლანელი რო წერს მის შესახებ ჩვენ წავიკითხავთ იმ ფრაგმენტს ამბობს რომ რომის ბაგეებით მეტყველებდა რომის ბაგეები ესე უწოდა მიუხედავად იმისა რომ აი წარმოშობით ქალაქ რემესიანიდან იყო აი ეს იყო ნამდვილი ჭეშმარიტი თავისი აზროვნებით ნამდვილი რომაელი ქრისტიანი ესე რომ სავარაუდოდ ვიცით, რომ მისი მსახურება დაიწყო ქალაქ აკვილიაში, იპოდიაკონი იყო, ანუ სტიქაროსანი, იპოდიაკონი, იმიტომ რომ მის მიმართ არის დაწერილი წერილი იერონიმეს ტრიდონელი და იქ მოიხსენებს მას ასეთნაირად აკვილიაში იპოდიაკონი. შემდეგ 366 თუ 67 წლებში ხელი დაასხა მას ეპისკოპოსად
ჯერდლად და მე ეპისკოპოსად მისი მასწავლებელი იყო თეოფილე ტომიის ეპისკოპოსი. ტომიაც მხარეში არის თორცდები ეს არის დღევანდელი კონსტანცა რუმინეთში. ხო და ეს იყო ძალიან ესე ცნობილი პიროვნება იყო და მისგან ძალიან ბევრი ისწავლა წმინდა ნიკიტამ და რო დაასხეს ხელი ახლა დაარსებული კათედრა აი თავის მშობლიურ ქალაქში რემესიანაში აი ჩაიბარა ეს კათედრა და მარტო ეპარქიის მართვით კი არ კმაყოფილდებოდა არამედ იგი ეწეოდა ძალიან როგორც თავისი ეს თეოფილე მისი მოძღვარიც ესეთი იყო ასწავლი და ეს ესე იგი დაიწყო ძალიან ესე იგი დიდი საქმიანობა მისიონერული ძალიან ინტენსიურად დააკავებული იყო მე წავიკითხოთ რაღაცა დეტალებია კიდე ცნობილი მისი აი მისიონერული საქმიანობიდან მისიონერობა კი მაშინ ძალიან საჭირო იყო სწორედ აი მდინარე დუნაის ორივე მხარეს შეფენილი იყო სხვადასხვა ხალხები ცხოვრობდნენ და აი მათ შესახებ მოგიყვებით ახლა და ეს პავლი ნოლანელი წერს რომ რაღაცა ძალიან ძვინვარე და ესეთი ველური ხალხი ცხოვრობდა აქეთ-იქით და რომლებიც გახდნენ შვიდნი და თამდაბალნი და მათი ამაყი ქედი ეს არის ხო ქედი ესე იგი მოდრიკა წმინდა ნიკიტამ ქრისტეს უღელის ქვეშ აი ესეთი ის ხო პოეტურად ეს როგორც მოგახსენეთ და ცივი რა ევროპა და ახლა სიცივეები არის ხოლმე და მათი ტვინი სიცივით გაყინული ტვინებიო გაალღო ღვთაებრივი ცეცხლითო აი ესე უწერია იუმორითაც სხვათა შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ აქ ესეთი ეხა ქართულათაც და რუსულათაც ცოტა ესე ჟღერს ამათი სახელი მაგრამ ასე ქვიათ რა ბესები ტომია ბესი ქვია თვითონ ლათინურად იწერება ესე ბესი აი ეს ბესები მოკლედ ამ ბესებთან იქადაგა რა რომელიც მართლა ეშმაკებივით ხალხი იყო რა საშინელი ველური ხალხი იყო მოკლედ როდოპის მთებია იქა და როდოპი ქვია და აი ეგ ცხოვრობდნენ ეს ბესები დღეს არის ეს თანამედროვე ბულგარეთის ტერიტორია ეს ბესები ეს ბალკანეთია და დაყოფილია ხო ეს სახელმწიფოება დღეს სხვანაირად ხო და ესე იგი ეს ბესები როგორები იყვნენ იცით ესე იგი კერპთაყვანისმცემლები იყვნენ და კერპებს წირავდნენ მსხვერპლად ადამიანებს და მათ შორის ბავშვებსაც რა ესეთი რაღაც ხდებოდა და წავიდა ესე იგი ამ ბესების დედაქალაქი იყო ბესაპარა ესე ერქვა ქალაქს დღეს არის პაზარჯიკის ოლქი არის ცენტრალური ბულგარეთია ბულგარეთში დღეს ქვია სინიტოვო სოფელია ესე სინიტოვო აი იქ იყო ამათი დედაქალაქი ბესაპარა და წავიდა ამ პირდაპირ ამ ქალაქში მოკლედ საქადაგებლად და ამათმა რომ გაიგეს ამ ბესებმა რომ მოდის აი ეს მაშინ უკვე ცნობილი პიროვნება იყო და რაღაცა განსაკუთრებული სასწაულთ მოქმედი რა ვიცი აი ძალიან ესე იგი მისმა სახელმა წინ უსწრო ესე იგი სანამ დედაქალაქში ჩავიდოდა და მთელი ეს ბესები ქალაქში მოვიდნენ აინტერესებთ ახლა ვინ არის ესეთი რომელიც ბედავს და მათთან მოდის სტუმრად და შეიკრიბენ და რო შეხვედროდნენ და ეს მივიდა ამ შეკრებილ ხალხში და დაუწყო ლაპარაკი როგორც საკუთარ შვილებს რაც ამ ბესებისთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო დაუწყო ლაპარაკი დიდხანს ესაუბრა და ბოლოს ესე იგი დიდხანს ესაუბრა აღსარებლობის შესახებ
ქრისტიანობის შესახებ და ქრისტიანობა როგორ ცვლის ადამიანებს შორის ურთიერთობას. აი ამ თემაზე ისაუბრო და შემდეგ დაიწყო ესე იგი რომ დაამთავრა ეს წყნარად შვიდად ლაპარაკობდა საოცარ შვიდი ადამიანი იყო და დაიწყო გალობა. შენ ღმერთსა გაქებთ. ეხლა მე ზუსტად ვერ გეტყვით ქართულად როგორ ჟღერს ეს სასაგალობელი თვითონ გალობა, მაგრამ ეხლა ეს ლათინურად ლაპარაკობდა და ეს ალბათ ამ ბესებს თავის ენაზე ელაპარაკა, იმიტომ რომ მე მოგვიანებით რომ დარჩა იქ და დაიწყო ქადაგება ამ ბესებში, ბესების ენაზე გადაიყვანა საფთისახურო ტექსტები და ბესების ენაზე წირვა-ლოცვას აღასრულებდა მოკლედ. და პირველი ვინც გამოყვა მას ესე იგი ჯერ პირველი საკვირველება იყო რომ გადარჩა ცოცხალი რა ესე იგი ამ ბესებმა არაფერი არ დაუზიანეს ხო გონებთ აი ისეთი ხალხი იყო რაღაცნაირი და პირველი ვინცაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა ქადაგებამ იყო ბავშვები და ბავშვები შემოეხვიენ და შემდეგ სულ ბავშვებთან ერთად დადიოდა და ესე ქადაგებდა ამ მხარეში და თანდათანობით ამ ბესების გული მოლბა ამ ხალხის და მოკლედ დაიწყეს ამ კერპების დამხობა და ტაძრების შენება. და ამის შემდეგ უკვე მან დაიწყო გამოარჩია მათ შორის ადამიანები უდლებათ აკურთხა და შეიძლება ითქვას რომ ეს ხალხი ბესები მთლიანად ესე იგი ფერი იცვალა მთელმა ხალხმა და დიდი ხალხი არ იყო მაგრამ იყო რაღაც ტომი იყო და მოკლედ ესენი გახდნენ ქრისტიანები. და სხვათა შორის 2005 წელს სულ ახლახანს ბულგარელმა არქეოლოგებმა გათხარეს ეს როდოპის მთა, გათხარეს და აღმოაჩინეს მე-4-მე-5 საუკუნეების ამბიონი და სავარაუდოდ ტაძარი სამწუხაროდ არა მაქვს ეხლა ეს ფოტო რო გაჩვენოთ და ტაძარი ალბათ საკათედრო ტაძარი მისი აი წმინდა ნიკიტასი სადაც ქადაგებდა. და მოკლედ ამ ქვეყნის მამა ეწოდა. უფრო სწორედ ჩრდილოეთ ქვეყნის მამა ესე უწოდეს. ესე იგი მას ნიკიტას და გარდა ბესებისას ყვითებში ქადაგებდა, გოთებში ქადაგებდა და დაკებში ქადაგებდა. დაკებს შორის. ესენი ყველანი ესე იგი ეს ბარბაროსები, ესე უწოდებდნენ ამ ხალხებს, ბარბაროსები, ესე იგი მიეჩვია და შეასწავლა რომაული გულით, ეს პავლინ მოლანელის პოეტური სიტყვებია, მაგრამ რომაული გულით, ანუ რომაულ ქრისტიანობაზეა ლაპარაკი და რომ ეცხოვრათ სიწმინდეში, მშვიდობით და სიმშვიდეში. და შემდეგ ესე იგი უწოდეს ეს რუმინეთი არ ერქვა მაშინ ამას, მაგრამ აი ამ ხალხებს, აი ამ მხარეს ესე იგი დღეს ქვია რუმინეთი. დღეს და ამიტომ რუმინეთის მოციქული აქედან გამომდინარე და ასევე დუნაის მოციქული, როგორც მოგახსენეთ. და არა მარტო იმ ხალხებში ქონდა ძალიან დიდი ავტორიტეტი მას, არამედ რომში ძალიან დაფასებული იყო მისი შრომა და რამდენჯერმე სხვა შორის რომში იმოგზაურა, ჩავიდა და ეხლა მოგახსენებთ კიდევ მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა დარჩა, რომელიც ფაქტიურად მან შექმნა ესე იგი ფაქტურად მან შექმნა 6 წიგნი დაწერა აი რასაც ჩვენ დღეს კატეხიზმს უწოდებთ ესე იგი მათთვის რომ ესე იგი აი ეს სარწმუნოების გასაცნობი რომელთაც უნდათ მონათლა ესე ერქვათ რომელიც ისრაფიან მოსანათლად და ხო დღეს ფრაგმენტებია შემორჩენილი, მაგრამ ისეთი წიგნი პირველი შემთხვევა იყო, რომელიც როდესაც დაიწერა წიგნი აი ამ კათაკმეულთათვის დაიწერა ამომწურავი, აი ეს პირველი კატეხიზმა ფაქტიურად 6 წიგნად, ხა მოგახსენებთ მე შინაარსი რა იყო ამ წიგნების და მოკლედ
ამას იყენებდნენ მთელ დასავლეთ სამყაროში ამის წიგნებს, ამ ესე იგი პირველ დაწყებითი სწავლება უმარტივესი ენით ჰქონდა მოკლედ დაწერილი. ნუ ამას კიდევ ესე იგი წმინდა ნიკიტას კიდევ რომ ესე იგი ეს პავლე ნოლანელი წერდა რომ მიმართავდა რომ შენ მარტო ერთი ქვეყნის და მარტო ერთი ხალხის მასწავლებლად კი არ დაგადგინა უფალმა, არამედ ჩვენი სამშობლო იტალიაც კი ესე იგი შენ მიგიღებს როგორც მასწავლებელს. აი ესეთი სიტყვები აქვს და შემდეგ კიდევ ერთი მისი მოღვაწეობის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იყო ის რომ ის იყო ძალიან ერთგული პირველი მსოფლიო კრების ეს ცოტა გვიან ცხოვრობდა, მაგრამ ეს პერიოდი აი არიოზის სწავლების გავრცელების პერიოდია პირველი მსოფლიო კრების შემდეგ და ეს იყო ძალიან მტკიცე დამცველი მართლმადიდებლობის და მოკლედ ძალიან იცავდა იქ ახლა ეს გუთებიც არიანელები იყვნენ, ძალიან იყო გავრცელებული და მოკლედ ეს იყო მის ეპარქიას უწოდებდნენ ციხესიმაგრეს, რომელშიც არიანელები აი ვერ რა სიტყვა ვიხმაროთ, აი ჭაჭანება არ იყო რა, მოკლედ არიანელების. ნუ როგორც მოგახსენეთ, რომში იმოგზაურა რამდენჯერმე და აი ამ დროს ნუ შეიძლება ითქვას რომში ჩასულიყო პეტრესა და პავლეს მოციქულების წმინდა ნაწილების თაყვანისაცემად, მაგრამ ასევე საეკლესიო პოლიტიკური საკითხები როგორ შეთანხმებული ყოფილიყო რომის ეკლესიასთან აი ამ მხარეში, დაკიაში მისი მოღვაწეობა და აი გაიცნო სწორედ მაშინ პავლე ნოლანელი, ნოლაში ესტუმრა, პავლე ნოლანელი მაშინ ჯერ არ იყო ეპისკოპოსი, იყო მღვდელი და შემდეგ 410 წელს გახდა პავლე ნოლანელი ეპისკოპოსი და ეს სანამ ეპისკოპოსი გახდებოდა, მანამდე გაიცნო და თან ასაკითაც უფროსი იყო წმინდა პავლინზე და როგორც მამას ისე და როგორც მოძღვარს ისე მიმართავდა და ესე მიმართავდა მიმართვისას წმინდაო ნიკიტა, წმინდაო მამაო, ესე პირადად ესე მიმართავდა და ბოლოს და ნოლაში ხო, ნუ მოკლედ აღარ გავაგზავნებ ახლა ამას და გადავიდეთ შემდეგ დაბრუნდა ამ მოგზაურობების შემდეგ რემესიანაში თავის მრევლთან, ეს არის სავარაუდოდ 400 წელი და დიდი მარხვის წინ ჩავიდა თავის ამ რემესიანაში და აი გააგრძელა თავისი საგანმანათლებლო მოღვაწეობა, მომრავი ადამიანი ელოდებოდა მოსანათლად და მოკლედ გარდაიცვალა 414 თუ 415 წელია 80 წლის ასაკში. ეხლა მე წაგიკითხავთ, ხო გეუბნებით, ეხლა მე რაც მოგიყევით, ძალიან ფრაგმენტულია ეს ყველაფერი, მაგრამ უბრალოდ მაქსიმალურად მეცადე რომ სხვადასხვა წყაროებიდან ამომეკრიფა ეს მასალები და ერთად თავი მომეყარა. ესე იგი, უნდა წაგიკითხოთ დასახელებები, სხვას ვერაფერს უბრალოდ ვერ მოგიყვებით, ეს არის აი ეს სარწმუნოების, ანუ კატეხიზმო, დღეს ესე უწოდებთ, პირველ დაწყებითი სწავლება ქრისტიანობის შესახებ 6 წიგნად. პირველი წიგნი იყო როგორ უნდა მოიქცენ, როგორ უნდა მოემზადონ ქცევა, ესე იგი როგორ უნდა მოემზადონ ნათლობისათვის განზადებულნი, შემდეგ მეორე წიგნში ესენი ძირითადად ვინც უნდა მონათულიყვნენ მრავალღმერთიანი, მოკლედ რაღაცა ესეთი წარმართული სწავლება ჰქონდათ და აი მრავალღმერთიანობის წინააღმდეგ არის მეორე წიგნი დაწერილი. მესამე წიგნში არის მოკლედ გადმოცემული ერთი ღმერთის შესახებ სწავლება,
შემდეგ არის მეოთხე წიგნი ასტროლოგიის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ესეც ძალიან აქტუალური იყო მაშინ. მეხუთე წიგნი არის განმარტება საფრთხო წიგნისი, მრწამსის განმარტება და მეექვსე წიგნი არის მაცხოვრის ცხოველსყოფელი ამ მსხვერპლის შესახებ. კრავი, რომელიც შეიწირა ჩვენისა ცხოვრებისათვის, აი ამის შესახებ არის აი ამ ცხოველსყოფელი მსხვერპლის. შემდეგ აქვს კიდევ თხზულება დაწერილი სახელდებისათვის, თუ აი მრავალთა სახელთათვის და ჩამოთვლილი აქვს საფრთხო სახელები და მათი განმარტებები და მათი დოგმატური მნიშვნელობაც და ასევე როგორ უნდა იხელმძღვანელონ ქრისტიანებმა, როგორ უნდა იხელმძღვანელონ ყოველდღიურ ცხოვრებაში აი ამ სახელებით. ნუ ძირითადად ქრისტიანული ტერმინების განმარტება ფაქტიურად და ამის გარდა კიდევ ორი ჰომილია, ანუ ქადაგება ჩაწერილი მისი არსებობს. ესე იგი ეს ლოცვის შესახებ. ანუ ღამისთების ლოცვა, რომელსაც ჩვენ დღეს უწოდებთ, ესე იგი როგორ წირვის წინ რა ლოცვები უნდა შესრულდეს. ფაქტიურად ერთ-ერთი ავტორი, ერთ-ერთი დამსახურება, ვისაც მივუძღვით, რომ ჩვენ დღეს ამას ვაკეთებთ, ესე იგი აი ღამისთების ლოცვა ეწოდება შაბათს, წუხრის და ცისკრის შეერთებას, ანუ ეს წუხრის ლოცვები და ცისკრის ლოცვები რომ აუცილებლად უნდა იკითხებოდეს წირვის წინ. საღამოს ლოცვას რო უნდა დავესრულოთ, რა მოკლედ ამაზეა ლაპარაკი, ამის შესახებ ესე იგი აქვს გამოკვლეული და დასაბუთებული რომ ეს უძველესი ტრადიციაა და მეორე წერილი, მეორე ჰომილია არის საგალობლებისა და ფსალმუნების გალობის სარგებლობის შესახებ მოკლედ. და მეოთხე კიდევ მისი ნაწარმოები არსებობს წერილი დაცემულ ქალწულს, ალბათ ესე უნდა გადავთარგმნოთ ქართულად. ეს კონკრეტული ადამიანის მიმართ არის მიმართული, სუსანა ერქვა, რომელსაც მონაზვნების აღთქმა ჰქონდა დადებული და შემდეგ ვეღარ შეასრულა ესა დაეცა და როგორ მოუწოდებს, როგორ უსაბუთებს მას, რომ აუცილებლად მან უნდა მოიკრიბოს ძალა და როგორ დაუბრუნდეს მონასტრულ ცხოვრებას და როგორ ესე იგი როგორ მოინანიოს რა მოკლედ, როგორ მოინანიოს. და როგორც მოგახსენეთ, მისი ეს პირველდაწყებითი ქრისტიანული სწავლება საყოველთაოდ მიღებული წიგნი გახდა მთელს აი ამ ევროპის ქვეყნებში. და ბევრი ქრისტიანი ავტორი პირდაპირ ახსენებდა წმინდა ნიკიტას და ამ წიგნებს ესე იგი იყენებდა. ეხლა წაგიკითხავთ ვესწრები რომ გითარგმნოთ ლექსი, რომელიც პავლე ნოლანელმა დაწერა, ერთ-ერთი ლექსი დაწერა მის შესახებ წმინდა ნიკიტაშის მიუძღვნა. ბარბაროსი ბესების ხალხის, როგორც მოგახსენეთ, დათვების მსგავსნი, კაცრნი და შეუწყნარებელნი. ისე უფრო მკაცრი, როგორც ესე იგი მათ ზამთარზე უფრო მკაცრი ეს ბესები ბატკნის მორჩილებით შენ როგორც წყემს მოყვებიან აი ამ მშვიდობის სამყოფელში შეგყავს ისინი და ისინი რომელთაც ბრძოლები ომები ვერაფერს აკლებდა ვერათვინიერებდა რომელთაც არც მონობა იცოდნენ თავისუფალი ხალხი იყო აი ბატონი არ ყავდათ რა არასოდეს ჩვენს სხვათა შორის საქართველოში ეს რამდენიმე ადგილია სადაც აი ბატონო ხალხი ცხოვრობდა მაგალითად ზემო სვანეთი უბატონო სვანეთი ესე ქვია მაგალითად ქიზიყი უბატონო აი რაღაც ამდაგვარზეა ლაპარაკი რომლებიც ღვთის უღლის წინაშე გახდნენ ღრმად მორწმუნენი და ქედი მოუხარეს უფალს და
მთელი ჩრდილოეთი ხალხები მამას გიწოდებენ. ესე მიმართავს და ეს შენს ტკბილ სიტყვებზე დაკები და სკვითები, ესე იგი გაკურებულნი არიან შენი სიტყვებით და აი ეს გამხეცებული ხალხები თავიანთ ქერდს მოუხრიან შენს წმინდა სწავლებას. და ყოველი მხრიდან შენკენ მოისწრაფიან და ის ადამიანები, რომლებიც როგორ პოეტურად წერს ეს პავლინ ნოლანელი, რომლებიც ცხოველების ტყავში თბებიან, ანუ ქურქებს ტყავის ქურქებს ცივა რა იქ მოკლედ ესეთ მხარეა ჩრდილოეთია და მოკლედ შენი ამ ქურქებში გახვეულები შენი ცხოვრები გახდნენ, მოკლედ ესე უწერიათ და აი სწორედ აქ ამბობს, რომ აი ამ ჩრდილოეთის ქვეყნებში რომაული ბაგეებით ქრისტე აუწყე ამ ხალხებს. და ნათელი და ბედნიერი ცხოვრება შეასწავლე ამ ხალხებს. გამოსახულებებს გაჩვენებთ ჯერ არა გვაქვს ფაქტიურად არაფერი. ეს გვიანდელი ხატია, მაგრამ როგორ ჩანს, ალბათ აქედან მისი გამოსახულება ალბათ აქედან ჯობია რომ გაკეთდეს. არის კიდე რაღაცები, მაგრამ ეს ყველაზე მეტად ეს. და ნახეთ, ეს არის კიდევ ალბანელებმა მარკა გამოუშვეს მისი გამოსახულებით. აი როგორია, ნახეთ. აი ამ ორ გამოსახულებას შორის რაღაცა საერთოა და ალბათ ამის მიხედვით უნდა ესეთი ეს წაგრძელებული თავი დიდი შუბლით. და ეხლა რასაც გაჩვენებთ, კიდევ მეტი არაფერი არ გვაქვს. ეს არის რემესიანის, ესე იგი ამ ნიკიტა რემესიანელის სახელობის ტაძარი სუზაში, ეს არის იტალიაში. საჩვენებელიც მეტი არაფერი გვაქვს და წმინდა ნაწილი, მისი წმინდა ნაწილი არის ამ სანაწილეში ჩაბრძანებული. აი ესეთი სანაწილია. ნამცეცები გაგვეჩნია. და მე გადავდივარ შემდეგ წმინდანზე. როგორც მოგახსენეთ, ამ წმინდანის შესახებ ჩვენ გვისაუბრია. ეს არის წმინდა ევსევის სამოსატელი, მაგრამ ისეთი არაჩვეულებრივი ტექსტი აღმოჩნდა ქართულ ენაზე, რომ არ შემიძლია რომ არ წავიკითხო ეს ტექსტი. კარგი ქართულით არის და ძალიან საინტერესო ამბავია, რომელიც ეს ყველაფერი მოთხრობილი არც მაქვს. რაც ვიცოდით ის ვისაუბრეთ. ესე იგი 22 ივნის დაწესდა მისი ხსენება 22 ივნის, მაგრამ აქ ამ სინაქსარში წერია რომ 20 ივნის. ესე იგი თუ ესა ივნისსა 20-ა ხსენება წმინდისა მამისა აღსარებელისა ევსევის სამოსატელის ეპისკოპოსისა და შევიდეთ ახლა ამ სამყაროში. აწყა კეთილმსახურება მან მკვიდროვანი ყოველნი მოიცვა, როდესაც კეთილმსახურება გავრცელდა, კეთილთნებითა და წამისყოფითა ღვთისაითა და დიდისა კონსტანტინეს მეფობითა და თანამოქმედებითა. მოკლედ ეს 380 წელს გარდაიცვალა, ანუ მე-4 საუკუნეა ესეც. მე-4 საუკუნეა და ესე იგი აქ ლაპარაკია აი როდესაც კონსტანტინე მეფემ გამოაცხადა ქრისტიანობა რომის იმპერიის სახელმწიფო რელიგიად და აი ეს პერიოდია მოკლედ. აი როდესაც ეს გამონათდა კონსტანტინეს მეფობითა და თანამოქმედებითა რომაული სამპრობელობისა ყოვლით კერძონი ეკლესიანი და კეთილად და მშვენიერად განგებული იყვნენ. ელინურსა კერძბორგელობისა და განფერხულობისა სრულიად განქარვებასა, რომ ეს კერძსახურება მოისპო და განადგურდა. ელინურსა, ხო, რამე თუ ქრისტიანობა ყოველსა ქალაქსა და სოფელსა შინა ხშირებით გამრავლდებოდა, ეს შესავალევით არის მცირე,
და კადნიერებითა იმოქალაქებოდა. არამედ კეთილის მოძულისა და ბოროტისა ეშმაკისა სივერაგე, აი კიდევ ეშმაკის სივერაგე სად გამოჩნდა, რომ ძუნად კაცთა მიმცემი ძმაცვაი არცა ეგრეთ მშვიდობისა ქცევასა შინაქებად ქრისტიანეთს და დაუტოვებდა. ესე ადვილად ეშმაკმა ეხა აღარ დაანება ხალხს, ესე იგი ცხოვრება და ახალი რაღაცა მოიგონა ეშმაკმა, როგორ ეხა გავცელდა ეს ქრისტიანობა რაქანას და აი სწორედ ეს წვალებლობა, ერესი, შფოთი ქრისტიანებს შორის, რომ ესე კი არა ისეა და ისე კი არა ასე და ეს არის ცნობილი, მოკლედ დასაბამსა ალექსანდრიელისა ხუცისა არიოზისამან, აი არიოზმა ალექსანდრიელმა მღვდელმა დაუდო ამ შფოთს საფუძველი. ამის შემდგომად სხვათაცა შემდგომით ერთ ცნობითა მისსა უხდოებისა და ყოვლითაც ერთობითა სამებისა ღვთაებისა უსწორობითა ხარისხთა მიმართ დამჭრელთა და ესრე დიდსა განხეთქილებასა შორის დელთავართა და მოძღვართა. ესე იგი სამების სრულ ტოლფასოვნება, ესე იგი სამების წევრთა ტოლფასობა, ეს დაარღვია არიოზმა და ამით ძალიან დიდი შფოთი შემოიტანა ეკლესიაში და მღვდელმთავრები და მეფენიც რომელ გულის სიტყვითა შეირყნეს და რომელიმე ორგულობას ეშინაქმნენ და მათ გარემოთა თანამიმყვრული სიმარტივითა აწვინმე ამას კერცა, ხოლო აწმას მიემართმეს. მოკლედ ეს არიოზმა დიდი შფოთი შემოიტანა. ხოლო რომელთამე ყოვლითურთობით ბოროტმსახურთა წვალებისა თანამდგომთა შერყმნენ ძვირნი უკეთილ მსახურესა და უმართებულეს და მღვდელმთავართა მიმართ აჩვენეს, ვით დაარნა აცა სიტყვასა და წინადადებარე სანატელისა ევსევის სამოსატელისა ეპისკოპოსა ძლით შამთა შემთხვევით დაემთხრეს. მოკლედ აი ეს ევსევის სამოსატელის მოღვაწეობა აი ამ შფოთს და არეულობის პერიოდს დაემთხვა რომის იმპერიაში. რამე თუ ესე ნამდვილ წყემს კეთილ ქრისტეს ხოვართად ქმნილი და მისი ძალით აქვს დაულო და კეთილმსახურებით განგებელი მერმეცა სოფლისა უშორებელის თამი მოვიდოდა ყოველთა სიტყვისა ღვთისა მიმთხრობელად და ქადაგებით და სახარებისა წარმართთა შორის განმავრცელებელად ქრისტეს მოციქულთა მსგავსაებრ. მოციქულების მსგავსი იყო ეს ევსევის სამოსატელი და ქადაგებდა და რას ეკეთებდა, ნახეთ. საოცარ რაღაცებს წერა. მოციქულთა მიმსგავსებით მრავალგზის თვით სამოსაცა სახესა სვალებდა ბრძენი იგი ბარბაროზებრად და სოფლისა შინა ჩვეულებრივად ადვილ მისაახლებელობისათვის. ესე იგი ეს ხოლმე მოძღვარი იყო, ეპისკოპოსი იყო სამოსატეს. ესე იგი გადაიცვამდა ხოლმე ტანსაცმელს, ჩვეულებრივ საერო ტანსაცმელს იცვამდა, იმიტომ რომ ყველა ხალხს თავისებური რაღაც ტანსაცმელი ჰქონდა და აი ბარბაროსების ტანსაცმელსაც კი იცვამდა, რომ ადვილად შესულიყო ხალხში. და საერო ტანსაცმელი შედიოდა, წარმოიდგინეთ, დღესაც ხო აი რო წარმოიდგინოთ, ეხლა დღეს ჩვენმა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ქვეყანაში აღარ არის აუცილებელი, რომ მღვდელმა გაიხადოს, ამიტომ ჩვენ არ ვიხდით ამ შესამოსულს. კაბებით დავდივართ და არის ქვეყნები, სადაც იხდიან და ეს სხვა თემაა, მაგრამ ეს თავი თვითონ აკეთებდა ამას, იმიტომ რომ უფრო ადვილად შესულიყო კონტაქტში მოსახლეობასთან. და ადვილად დაეწყო საუბარი ქრისტიანობას, იმიტომ რომ როგორც მღვდელი გამოჩნდება, იქ ან დიდი პატივით მიიღებენ, ან პირიქით გამოაძევებენ, ან რაღაცა. და ეს ჩვეულებრივად დადიოდა ეს. და სირიად და ფინიკეთ და პალესტინად, ფინიკიაში, პალესტინაში, მოკლედ დადიოდა და რას ეკეთებდა თან, იცით? ესე ხო დადიოდა გადაცმული. და რო შედიოდა და ასავლიდა, მღვდლებს და დიაყვნებს აკურთხობდა. თავის ეპარქიაში, რა თქმა უნდა, მაგრამ დიდი ეპარქია ჰქონდა. ხოლო არ ოდესმე წინამძღვართა დაქვრივებულთა მოქენეთ ეკლესიათა განუჩინებდა თანათნებითა. და გაჭირვებულებს ეხმარებოდა და უფრო ადვილად რა რაღაცნაირად. ხოლო ვინაიდან მეფობაი რომთაი ვალენტა უსახურსა გამოერტყა იგი და ესე იგი ახლა ვალენტი გახდა რომის იმპერატორი უკვე
კონსტანტინეს შემდეგ კონსტანცი იყო და მოკლედ ვალენტი იმპერატორი ვალენტის რომელიც არიანებრსა წვალებისა ყოველ ხელობით შემტკბობილი ყოველთა მართლმადიდებლთა მღვდელმთავართა ხვედნიდა მოკლედ ესე იგი ღვთისმბრძოლი ანუ არიანელი იმპერატორია ვალენტი რომელმაც ეპისკოპოსები გადაასახლა ეკლესიების დამხობა დაიწყო მართლმადიდებლის ხოლო და ეხა ევსევიუსს შეუთვალა მოკლედ ესე რომ ვიღაცამ ჩაუტანა წერილი რომ გადასახლებულია თრაკიაში უნდა გადაწავიდეს და მიიღოს ესე იგი ეს და რა გააკეთა და მისი მართალთა რწმენისათვის სწრაფად და ხარკებად იწვევდა მისზე გადაგაესა და მოკლედ მიიღო წერილი და როდესაც ეს წერილი მოვიდა სახამო ხანი იყო და რომ გაიგო რომ ის უნდა გადაასახლო რა გააკეთა იცით ესე იგი იმისათვის რომ შფოთი არ ყოფილიყო ეკლესიაში ესე იგი უთხრა კიო ამ ვინც მოუტანა წერილი აუცილებლად ეხავე გავაკეთებ და გაიპარა ღამე მაშინვე გაიპარა ღამე რომ ესე იგი არ ყოფილიყო შფოთი და დუნაის მეორე მხარეს მოკლედ გადავიდა და დინარის მეორე მხარეს და დაიმალა მოკლედ დაიმალა მაგრამ ხალხმა მაინც გაიგო მის შესახებ და რო ის შფოთი არ ყოფილიყო და ნუ დაედევნენ მოძებნეს დაბრუნდი მოკლედ არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდა მოკლედ და დაუპყრობელმან გოდებამან მოიცვა ქალაქი ყოველი ვინაიდან ისწავეს წუთხა და წეაკერტო დინარის საკმისი ესე იგი ყოფაი მისი სწრაფ განაღწიეს მოქალაქეინსა და ყოველნი ღირსა მიმართა ფერხთა მის და შევდომნით ცრემლით ევედრებოდეს და მხურვალეთ ეუხებოდეს ბაკად თვისსავე გებად ანუ ბაკი ქვია ცხვრის სადგომს ხო ისევ დაბრუნდი შენ ცხვრის სადგომში და ეუნებოდა ესეთ რამეს რომ ესე წერიაო მოციქულები ამბობენ რომ მთავრობასა და ხელმწიფებასა დაემორჩილენით და ნუ ამან გადამასახლა ხა იმპერატორმა და მართალია ღვთისმბრძოლი იმპერატორია მაგრამ სწავლების საკითხები რო იყოს არ დავემორჩილებოდი მაგრამ ეხლა რადგან გადამასახლა აუცილებლად ესე უნდა შევასრულო და თქვენც ესე იგი ესე მოიქეცით და დაემორჩილენით ოღონდ რა თქმა უნდა არა სწავლების საკითხში და ეს სამოსატელები და ესე იგი ურვითად ახსებულნი სახით უკუნ იქცეს ვითარ საკუთარისა ნაწლევ მოყვარულისა მამისაგან განმარტოებული აი საკუთარი მშობელი მამა მამისგან ესე იგი აი განშორებულნი წუხარენ დაბრუნდნენ ესე იგი და რა მოხდა ეხლა აქ ძალიან საინტერესო ამბებია და ხოლო წინა ყო თქვენ ხრობაიცა ჭეშმარიტი ყოველთა მიერ ქადაგებულთა ცხადად გამოსაჩინებლად ყოვლისა ერისა სარწმუნოებისა სანატრელის ამის ევსევის მიმართ როგორი დამოკიდებულება ქონდათ ევსევის მიმართ უკაცრავად ესე იგი დაუნიშნეს ახალი ეპისკოპოსი ევნომიონ ვინმე ერთნობა იმათი მისწილ საეპისკოპოსო საყდარსა დაამკვიდრეს ხოლო იყო მიზა მხოლოდ ლიტონის სახელი ეპისკოპოსობისა მარტო სახელით იყო ეპისკოპოსი არიანელი იყო და ნუ დანიშნეს რაღაცა ნუ თანამდებობაზე რა და მის მსახურებაზე არავინ არ ესწრებოდა საერთოდ ამ სამოსატელებმა ესე პირი შეკრეს და გამოაცხადეს რომ არ დაესწრებიან მის მსახურებაზე ცარელ ტაძარში მოკლედ წირავდა თუ რა ასაკეთებდა კიდე კაცმა არ იცის მოკლედ აი ამ მსახურებას აღასრულა და ერთხელაც და ეს ესეთი რამე წერია რომ ბუნებით იყო უფრო თვინიერი კაცი იყო რა რაღაცნაირად 7 ადამიანი იყო მისი შემდეგ ვინც მის შემდეგ იყო იმისგან განსხვავებით და მოკლედ ერთხელაც მოინდომა ისე რაღაცა სადღაც ვიდეო ამ ქალაქის სამოსადში აბანო იყო რა თბილი წყლის აბანო ხო და მოინდომა თვითონაც ამ აბანოში ბანაობა და რიგი იდგა ხალხის და დადგა და ამიტომ დაინახეს გაიწია ყველა წავიდნენ მოკლედ რა და დატოვეს მარტო და შევიდა ეს აბანოში და ამ წყალში რო იბანავა
ესე იგი, ამათმა და იბანაო და წამოვიდა. და ამათმა ეს წყალი ამოხაპეს მერე იქიდან, რომ ეს უწმინდური კაცის წყალიაო და არ შეიძლება ამაში ბანაობაო და გამორეცხეს მოკლედ დეზინფექცია გააკეთეს ამბანოში და ეს ამან გაიგო. რომ ესე იგი, აი მისი ნაბანი წყალიც კი, რომ აი იმ წყალში, აუში რომ შევიდა, წარმოიდგინეთ ახლა რა. და ეს აუზე ამოაშრეს და თავიდან გაავსეს მე. და ეს რო გაიგო ამ ევნომიოსმა დამსწავლელი თუ რაბა მოქალაქეთას იძულდელი მისა მიმართ მის დამტევებელი საეპისკოპოსო კათედრისაი და თვით მის ქალაქისა უჩინოდ გაიპარა და რომ გაიგო რომ ეს ეზიზღებათ ადამიანებს ეს ასე კი მისი ხასიათიდან გამომდინარე ესე გაიპარა მოკლედ გაიპარა ამის შემდეგ დანიშნეს სხვა ეპისკოპოსი ასევე არიანელი ლუკიოს და სახელად ლუკიოსი და ასეთივე ამის მიმართ ყოველად ეგრეთვე უკუნქცეულად მდებარეობდა ყოველი ქალაქი და ყოველთვის ზულოდეს კაცამასვალებისა საძეგლობისათვის აი ეს სარწმუნოების შეცვლისათვის არიანელი რო გახდა მთელ ქალაქს ესეც ეზიზღებოდა და რომელსაც დაემთხოვდა ესე მოხდა მოკლედ ერთხელაც ხა ეს სხვა ამბავი შეემთხოვა დაემთხოვდეს მე საშუალო უბნისა წიაღლაი რაღაცა ქუჩაში მიდიოდა რაღაც უბანში და რომელსაც შინა მაშინ ყრმანი მომღერალნი ბურთველობდეს მომღერალნი ღერა თამაში ნიშნავს ბურთველობდეს მოკლედ ფეხბურთს თამაშობდნენ ბავშვები რა ყრმანი ახალგაზრდები და ვითარ უკვე როგორი საოცარი ხრობა რა ფეხბურთის ამბები აღწერა და ვითარ უკვე ბურთსა ურთიერთას მიუგებდეს შემთხვევ მას კარაულსა ფეხთა მიერ რომელსაც მჯდომარდი იყო ლუკი კარაული ანუ სახედრით მოდიოდა და ესე იგი ესენი ფეხბურთს თამაშობდნენ ეს რაღაც ისე მოხდა რომ ეს ბურთი დაარტყეს და ამ სახედარს შეუვარდა ბურთი ფეხებში და რომელსაც მჯდომარად ლუკის დათრგუნვილისა დავრდომილობაი ესე მოლეთ ეს ბურთი შეუვარდა ეს ვილი დაიბნა თუ რა იყო და წაიქცა მოკლედ ეს ვილი რა ხოლო ლუკიოს გამგონებელი მათმერისას რა ხოლობასა თვით უკვე წარვიდა ხოლო ესე იგი ამან თქო სპეციალურად წამოქციესო და ადგა და წავიდა მაგრამ უბრძანა შუა მდგომელთაგანსა ისმე გებაი ადგილსა ზედა და ცნობად გნატისა დარჩია ერთი ეს მაგათმა სპეციალურად გამიკეთეს და ვიღაცა დატოვა ხოლო ჭაბუკთან მეხსეულად აღაგზეს ცეცხლი და ბურთი 2 და 3 გზის გავლეს მაშინა. ესე იგი, ამას აინტერესებს ესენი როგორ მოიქცევიან რა და რა გააკეთეს. ესე იგი, ცეცხლი დაათეს და ეს ბურთი გამოატარეს ამ ცეცხლში, რომ ესე იგი ეს უწმინდურობა შეეტრუსათ თუ რაღაცა, რა ვიცი, ვითარ რამე განწმდეს და ეგრეთ ყოველთ იხმეს იგი მღერისა მიმართ. მოკლედ გაუწმუნდა რადგან ამას შეეხო ამ ეპისკოპოს ეს გაუწმინდურებული ბურთი 2-3ჯერ ცეცხლში გაატარეს და მერე გააგზელეს თამაში. ესე რა ისავა ლუკიეს რომ გაიგო ეს ამბავი. უმეტესღა აღბურგნა ზნად კეთილსახურთა რამე თუ არა იყო მიწისაებრ ესე იგი არ იყო მისი მოწინააღმდეგე შვილი და ესე იგი ნუ ძალიან გავეშთა თუ გამძვინვარდა მოკლედ. და არამედ მებრძოლდა სასტიკ და ფიცხელ მტერთა მენაცვლეობისა მიმართ ამათ უკვე სხვათაცა მართლმადებელთან განხდელთა და რა გააკეთა ესე იგი უდლები მართლმადებელი უდლები გაასახლა საერთოდ ქალაქიდან და მოკლედ ესე იგი ესეც კი განდევნა ეს ხლები, მაგრამ ეს ესე იგი, ნუ ხა ესე ვერ იქნება რა ეს ქალაქი, ესე ქალაქმა პირი შეკრა და ესე იგი ხა ლაპარაკი იმაზე, რომ ნუ ეპისკოპოსებით გადაასახლა. და აქ გამოჩნდა ესე იგი მოკლედ ამისი ძმის სული არსებობს ამ ევსევი სამოსატელის, რომელსაც ქვია სახელად ანტიოქი და ესე იგი დიდისა ევსევისა ძმის სული. ხოლო მრავალთა წარმატებათა მიერ იგიც ამ წყინვალებს ხედელობითა თანად და საქმეთან მფლობისაით და ღირებული ეგრეთვე სხვა უკანასკნელ სომხეთას და სომხეთში გადაასახლა ესეც.
მაგრამ ამასობაში ესე იგი აქ ცვლილებები ხდება ესე იგი ეს იმპერატორი ეს ვალენტი იღუპება საშინელი სიკვდილით და შედარებით დაწყნარდება რომის იმპერიაში საქმე და მოკლედ ეს ამბობს თხრობილი რომ მე მოგიყვებით დეტალურადო მოკლედ დაბრუნდა ევსევი თავის კათედრაზეც და სხვადასხვა ქალაქებია ჩამოთვლილი იუვინუსი პერგამის კათედრაზე მოკლედ სხვადასხვა კათედრებია ჩამოთვლილი სადაც და ერთ-ერთი ეპისკოპოსის კურთხევაა აღნიშნული, რომ სხვადასხვა ეპისკოპოსები შეიკრიბა, რომ ხელი დაესხათ და ამან რომ დახედა, აიხედა ამ იუვინუსზე ლაპარაკი, ერთ-ერთი ერეტიკოსი ეპისკოპოსის ხელით ცედო თავზე და მოიშორა მე ამის ხელს თავზე არ დავიდებო და მისგან კურთხევას არ მივითვალა მარჯვენა სამისა, რომელან მიითვალა მობეთლათვის აღსრულებული საიდუმლოა. და მოკლედ და აქ არის მოთხრობილი მე როგორ ანტიოხოსი როგორ ეკურთხა ეპისკოპოსად ამის ევსევის ძმისშვილი და შემდეგ ევსევი თრაკიაში იყო გადასახლებული და ბოლოს მოკლედ ესეც ბრუნდება თავის კათედრაზე და იწყებს ქადაგებას და მოკლედ დოლიქინი არის ქალაქი ეს ყველაფერი მოყოლილი მაქვს, რა თქმა უნდა, უბრალოდ ეს ტექსტი რადგან აღმოაჩინე ხა, ამიტომ კიდევ ერთხელ გიყვებით ამას და მოკლედ ამ დოლიქინში უნდა ესე იგი ეკურთხოს ეპისკოპოსი მარინი ესე ქვია და ამის კურთხევა არის, ამის კურთხევაზე ჩადის და ნახეთ ამის უკვე ღირსი ისა მარინის ეკლესიის საყდართ ესე დამყარებად მნებებელი რომ და მაინც ხა კი შეიცვალა ეს ყველაფერი იმპერატორი და რაღაცა და ამათ მიეცათ ამ მართლმადებელ ეპისკოპოსს მაგრამ მაინც აშფოთია და ნახეთ ხა რა მოხდა და ევსევიუს დოლიქინად მიიწია და შესვლასა მისა ქალაქად დედაკაცმა ვინმე ბილწმან და კადნიერმან ანების ესწვალებასა ფრიად შემტკბობელმან და წმინდი სამიზნულებელმან ვითარმენ ახალთა ეპისკოპოსთა მიერ ისრაფის ყოველთა ვერაგთა მწვალებელთა ყოვლით გახდასა სახლისა სართულით თავისი მეორე სართულიდან კეცისა ხელებით ამღებელმან ანუ ქოთანი ყვავლებიანი ქოთანი მიწიანი ქოთანი აიღო და გადმოაგდა მოყოლილი მაქვს ეს უკვე ესენი ხა დეტალები მოყოლილი მაქვს და მოხდა თავში და რამდენიმე დღე იცოცხლა და ერთ-ერთი და ესე გარდაიცვალა ეს ევსევი და დაიბარა რომ უბრალოდ ეს ქალი არ დასაჯოთო ამისთვის და მოკლედ და ბოლოს აგიკითხავთ შესხმას აი ევსევის მიმართ რა სიტყვებით მიმართავს ეს ცხოვრების აღწერელი. ჰოი ნეტარო კეთილმსახურებისაცა სეხნაო, ანუ სეხნია ესე იგი სახელის მოზიარე. ნეტარსა ესე იგი უფლის სახელის მოზიარე ხარ მოკლედ ესე უნდა და მწედ მბრძოლო. ჰოი სვეტო მართლმადებლობისაო, ჰოი საფუძველო ეკლესიისაო, ჰოი დელმთავართა მშვენიერებაო. ჰოი მოწამეთა სამკაულო და მძლეო გვირგვინოსანო და არიანებრისა წვალებისა დამხნელო. ნუ მოაკლებ ათსა მან და გარდასრული, ეგრეთვე მცველობისა მორწმუნისა ქრისტეს სეხნასა და ერისა მოყვარისა შენისა ქრისტეს დაუცხრომელად მეუხებასა ჩვენთვის და შენთა მოქმედებითა და ძვანველობითა, წრფელითა და ღვთისასათნოებით ალაგთა მიმართ წარმართებასა და მიწევნასა ჩვენსა დიდებად მამისა და ძისა და წმინდისა სულისა, ერთი საფრთხეებისა და აწლა მარადის და საუკუნეთასა. ამინ. ნუ წმინდა ევსევის გამოსახულებები ნაჩვენები მაქვს და ისი წმინდა ნაწილიც ნაჩვენები მაქვს, მაგრამ მაინც გავჩვენებ კიდევ ერთხელ. აი ესეთი ფრაგმენტი გვაქვს წმინდა ევსევის, აი ესეთი
მიგვეწიოს მისი მადლი. და ამითი შაბათის წმინდანების შესახებ საუბარს დავამთავროთ უგუნთ. ესე იგი, კვირა ეს არის 6 ივლისი წელს და საეკლესიო კალენდრის 23 ივნისი და აქაც გვისაუბრია ჩვენ მე-16 საუბარი არის ამ წმინდანების შესახებ. ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატისხსენება, წმინდა ფელიქს სუტრიელი და წმინდა იოანე რომაელი მათი ხსენება არის და ამის შესახებ აღარ ვისაუბრებ. უბრალოდ ხვალინდელ წმინდანთა შორის არის წმინდა ეტელდრედა ნორტუმბრიელი. წმინდა ეტელდრედა ნორტუმბრიელი და აი მის შესახებ არ გვისაუბრია და ეხლა რო არ მოგიყვეთ, მაინც ძალიან უნდა გადავდოთ ესე იგი ჩვენ ეს საუბარი და ამიტომ მე ესე იგი მინდა მოგიყვეთ წმინდა ეტელდრედას შესახებ. ერთი წუთით. წმინდა ეტელდრედა, რომელსაც ხალხი უწოდებდა ოდრის. სახელი ოდრი, აქედან მოდის. ეტელდრედა ოდრი, ნორტუმბრიის დედოფალი იყო და იღუმენია ელგე. ელგე ანუ ელი, ეს არის ადგილი, კუნძულის მსგავსი, თუმცა კუნძული არ არის გეოგრაფიულად, მაგრამ აი როგორც კუნძული ისეა, სადაც მან ეტელდრედამ მერე მოგვიანებით დააარსა მონასტერი და თვითონ იყო ამ მონასტრის იღუმენია. ოღონდ ეს არის 679 წელს აღესრულა, 679 მე-7 საუკუნე. ოღონდ უნდა მოგიყვეთ რაღაცა, სულ ვამბობ, რომ აი არ მეურდება ამ წმინდანების ცხოვრება და აი ამ წმინდა ეტელდრედას შესახებ ისეთი ამბავი უნდა მოგიყვეთ, აი გასაოცარი ამბავი. ესე იგი წმინდა ეტელდრედა, რომელიც ორჯერ იყო გათხოვილი, ორჯერ და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ესე იგი როგორ დარჩა ქალწულად, რომელიც მას თავიდანვე გათხოვებამდე დიდი სასოება ჰქონდა ძალიან უფალზე და მიუხედავად ამისა დათანხმდა, მოკლედ აი თავარი ამბავი ამისი ეს არის, რომ იგი დათანხმდა გათხოვებაზე სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და როგორ მოხდა, რომ ამ ორი ქორწინების შემდეგ იგი დარჩა ქალწული. აი ეს არის გასაოცარი ამბავია და ეს უნდა მოგიყვეთ ფაქტიურად წმინდა ეტელდრედას შესახებ. წყარო არის ღირსი ბედა, ჩვენ წმინდა ღირს ბედაზე გვისაუბრია. ეს იყო უდიდესი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი, თეოლოგი, რა ვიცი, აი ყველაფერი და ესე ქვია მისი თხზულებიდან ეს არის ანგლების ხალხების ისტორია, უბრალოდ ეკლესიის ისტორია, ანგლი ხალხისთვის, ანგლების, მოკლედ ინგლისელების რა, ინგლისის საეკლესიო ისტორია, ესე რომ ვთქვათ, მეოთხე წიგნის მე-17 თავი არის იმის შესახებ თუ ედილფრიდა ესეც ეძახიან ეტელდრედა როგორ შეინარჩუნა მან ქალწულება და როგორ ჩავიდა მისი სხეული უხრწნელი მიწაში. აი მის შესახებ, მოკლედ და მე რა თქმა უნდა სხვა წყაროებიდანაც ჩავამატე ამბები, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ისტორიაა და ეხლა მოგიყვებით ამ ყველაფერს ერთად. ექსნინგი, საფოლკი, ინგლისი, აი ეს არის ვის დაბადების ადგილი, მამას ერქვა ანა, მამას. ეხლა პირველი ვინც გამახსენდა ანა და კაიაფა სახარებაში და კაცის სახელია, ანა კაცის სახელი. და აღმოსავლეთი ანგლების მეფე არის და ამ ედილფრიდასი, ეტელდრედასი დები 4 დაყავდა, სექსბურგა, ეტელბურგა, ერკონვალდა და ვიტბურგა, 4-ვენი წმინდანებად არიან შერაცხილები და ბავშვობიდანვე ესეც მოკლედ საკუთარი თავი მიუძღვნა უფალს.
ოღონდ აი როგორც მოგახსენეთ, აუცილებლად დადგა ის დრო, როცა უნდა გათხოვილიყო სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და 14 წლის ტელდრედა დათანხმდა გათხოვებაზე და უფალს მიენდო და განაცხადა თანხმობა. და ესე იგი მისი მეუღლე ტონბერტი ესე ერქვა, ტონბერტი და ეს იყო სამხრეთი მხარეა, გრივე ესე ქვია იმ მხარეს, გრივე და ეს არის ინგლისის ესე იგი აღმოსავლეთ ინგლისის დასავლეთი ნაწილია და ამ ნაწილის ხა ცოტა რთულ რაღაც გეოგრაფიულ იმას ვამბობ, მაგრამ ესე არის აღწერილი სამხრეთი და ჩრდილოეთ და სამხრეთი ნაწილი. მოკლედ ეს არის ის გრივე ადგილი, სადაც აღმოჩნდა საოცარი რაღაცა, ესე იგი, მოკლედ რომ გათხოვდა და ამ ტონბერტი რომ გაიცნო თავისი მეუღლე, რომ გათხოვდა მერე გაიცნო რა. ხო და მოკლედ აღმოჩნდა ეს ტონბერტი ღვთის ესე იგი საოცრად ღვთისმოშიში ადამიანი და მოკლედ ამას თვითონ უნდოდა ამ ცოლისთვის ამის თქმა, ესეც სახელმწიფოებრივი მოსაზრებებით დათანხმდა ქორწინებას და მოკლედ ამას ესე იგი ერთმანეთს გაუმჟღავნეს, რომ ქალწულებაში, ანუ სიწმინდეში უნდათ რომ ეცხოვრონ და ერთმანეთს არ მიკარებიან საერთოდ. რომ არ შეეხონ ერთმანეთს და ესე ღვთისმსახურებაში იცხოვრონ. და მოკლედ ამ ტონბერტმაც დიდი სიხარულით მოკლედ ეს თანხმობა გამოაცხადა, ოღონდ 3-5 წელი დაახლოებით იცხოვრეს ერთად და ეს ტონბერტი გარდაიცვალა. და ამის შემდეგ იგი ცხოვრობდა სიმარტოვეში, ამ ტონბერგმა მას აჩუქა მიწა, აი სწორედ ეს კუნძული, ეხლა გეტყვით როგორი კუნძულია, ელგე, ანუ ილი. აი ესე ქვია ამ ადგილს, ეხლა რატო ქვია? და რატო ვამბობთ, რომ ეს კუნძული ვით არის? მოკლედ, ისეთი ადგილია, რაღაც მიწა არის, რომელიც ჭაობებითა და მდინარეებით არის მთლიანად გარშემოდგმული. ანუ ესე იგი, ესე რომ ვთქვათ, ფეხის შუა კონტინენტზეა, ესე რომ ვთქვათ, ინგლისის კონტინენტი არ არის, ინგლისშია, მაგრამ ფეხის დაუსვენებლად იქ ვერ გადაყავ. მოკლედ ესეთი ადგილია, მთლიანად წყლით არის გარშემოდგმული და თვითონ ეს ადგილი კი ძალიან მყუდროა და ეს ილი თუ ელგე რატო ქვია იცით? ესე იგი, ამ წყლებში გველთევზის მრეწველობა თუ რაღაც არ ვიცი, ძალიან ბევრი გველთევზებია და გველთევზებს იჭერენ და ეს გველთევზას ძველ ბრიტანულად ინგლისურ ენაზე ერქვა ელგე და ილ დღეს ესე ქვია. ილ ესე იწერება ილ და ამიტომ ამ კუნძულსაც ქვია ილი თუ ელი. მოკლედ ეს არის ამბავი. მაგრამ დადგა ესე იგი აუცილებლობა, რომ ეს მეორჯერ გათხოვილიყო ისევ სახელმწიფოების ინტერესებიდან გამომდინარე და ნორტუმბრიის მეფე ეგფრიდი იყო 15 წლის. ეს უკვე ცოტა მეტი 20 წლამდე იყო დაახლოებით აი ქორწინების შემდეგ და რაღაცა 20 წელიწადზე მეტი იყო და მოკლედ ეგფრიდზე უნდა გათხოვილიყო 15 წლის მეფეზე, ნორტუმბრიის მეფეზე, რომელიც იყო მეფე ოსვის შვილი. და თვითონ კი ახალგაზრდა იყო 20 წლის იყო დაახლოებით ეს ეტელდრედი, მაგრამ როგორც ესე იგი ეს ბავშვივით იყო რა, ეხლა ეს 15 წლის ბავშვია ფაქტიურად, ხო და როგორც ბავშვი შეექცეოდა და დედაც იყო მისთვის და მასწავლებელიც და მოკლედ ეს ამზადებდა ამ თავის მეუღლეს, აი როცა უკვე წამოიზრდებოდა და უკვე დადგებოდა ეს საკითხი დღის წესრიგში, რომ ამისთვისაც შეეთავაზებინა ეს უბიწო ცხოვრება რა. ხო და ეს ბავშვი კი თავიდან ძალიან კარგად და ყველაფერი, მაგრამ რო წამოიზარდა და ცოტა ესე რომ ვთქვათ სისხლი ესე იგი რომ მოაწვა, მოკლედ თქვა რომ არაო
შენ ჩემი ძოლი ხარო და დადგა საკითხი დღის წესრიგში. და როგორც ძოლი ის უნდა იყო ჩემთან. და მიმართა ამან ეპისკოპოს ვილფრიდი, იორკის ეპისკოპოს, ორი წმინდანია, ორი ვილფრიდია ამ ერთ პერიოდში, ორივე წმინდანი, ეს არის მეორე, ესე რომ ვილფრიდ მცირე თუ უმცროსი. მოკლედ, ოღონდ ის გარდაცვლილია დიდი ვილფრიდი და მეორე მოკლედ ეპისკოპოსაც, იორკის ეპისკოპოს ვილფრიდი ქვია და მიმართა მას, რომ იცის რომ ესე იგი ეტელდრედა ამ ესე იგი ვილფრიდს ძალიან მოკლედ დაუჯერებს რა. და მოკლედ დაიწყო ხა ეს მთელი საუბრები ამის შესახებ და მოკლედ ამან კატეგორიული ვარი განაცხადა ეტელდრედა. და ვილფრიდმა უთხრა რომ მოკლედ გაათავისუფლა ოჯახური უღლისაგან და მისცა უფლება რომ წამოსულიყო სასახლიდან კოლდინგჰემი, ეს არის ბერიქშირის შოტლანდიის საზღვართან, აი ამ კოლდინგჰემში იყო დედათა მონასტერი და იღუმენია იყო ამ ეგფრიდის ამისი ქმრის მამა კი არა, მამიდა, ოსვის და აი ამ იღუმენიასთან გადაასახლეს მოკლედ. გადაასახლეს რას ქვია, ნუ გაუშვეს. და იქ ვილფრიდმა აკვეცა მონაზვნად. ერთი წელი გაატარა ამ მონასტერში და აი ამის შემდეგ იგი წავიდა და იმ თავის კუნძულ ელიზე დასახლდა. ეს ეტელდრედა. მოკლედ ამან არაფრით არ მოისვენა და აქ ძალიან საინტერესო რაღაცაა ერთი მომენტი უკაცრავად. ესე იგი, ამ ვილფრიდს შეპირდა მიწებს და დიდ შემოწირულობას, საეკლესიო მიწებს და შემოწირულობას, თუ დაითანხმებდა ეტელდრედას, რომ ესე იგი დამორჩილებოდა და მისი უკვე ყველანაირად ყველა წესის მიხედვით ცოლი გამხდარიყო. მაგრამ არ გამოვიდა ეს საქმე და მოკლედ ამ ეგფრიდმა მარცხი განიცადა და ამის შემდეგ გააგზავნა ლაშქარი. ესე იგი გააგზავნა ლაშქარი ამ კუნძულზე, რომ ძალით წამოეყვანათ ეს ეტელდრედა. და აქაც მარცხი განიცადა, მოკლედ ესეც რაღაცნაირად არ მოხერხდა არაფრით. და ესე იგი მაინც იყო ეჭვი, რა თქმა უნდა, რაღაც ისტორიული ეჭვი ამ ეტელდრედაზე, რომ იყო თუ ახლა ორჯერ იყო ხალი ქორწინებაში რა. და იყო თუ არა ქალწული და ეს ღირსი ბედა, ესეც არის საოცრად პოეტია, მე წავიკითხოთ ბოლოში შესხმა როგორია ეტელდრედას მიმართ. ხო და ეს წერს რომ ორი მტკიცებულება არსებობს ამისი ქალწულების. რო ის ნამდვილად ქალწული იყო. ერთი ის რომ აი ამ მეფემ ეგფრიდმა მიწერა ამას წერილი ცნობილი ამბავია რომ აი მიწებს და შემოწირულობას გავიღებ თუ ის გახდება ჩემი ცოლი. ანუ ესე იგი ეს არ იყო ფაქტურად ფიზიკურად მისი ცოლი რა. აქედან გამომდინარე და მეორე მტკიცებულება ეს არის რომ ამას ახლა რომ გავაგზავნებთ ხრობას მოგიყვებით, შემდეგ ეს გახდა იღუმენია აქ მონასტრის და არსა ეს მონასტერი და ამის შემდეგ რომ გარდაიცვალა რაღაც დროის შემდეგ გარდაიცვალა მისი და სექსბურგა გახდა მონასტრის წინამძღვარი და დაახლოებით 14-15 წელი გავიდა გარდაცვალებიდან, როდესაც ამ სექსბურგამ გახსნა საფლავი. და აბსოლუტურად ხა იმ მოგიყვებით, სრულებით უხრწნელი იყო და ეს ბედა ამბობს, რომ ეს არის ნიშანი, რომ ის ნამდვილად იყო ქალწული. და მოკლედ როგორც მოგახსენეთ, გადავიდა საცხოვრებლად ამ ელგე თუ ელიში თუ ილში კუნძულზე და ესე იგი როგორც ცხოვრობდა ახლა ეს ეტელდრედა. ესე იგი როგორც დედოფალს მას ყოველთვის თხელი სელის ტანსაცმელი ეცვა და ეს გაიხადა და უხეში შალის ხელით ნაკსოვი შალის
აი დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, ეს არის აი ხევსური ქალები და ხევსურებს თვითონ ამ რა ქვია, ბეჭვა თუ მოქსოვა, მოკლედ ნაჭერს ამზადებდნენ, უხეში ნაჭერია, ხევსური წარსული რომ უკიდოთ, არის ძალიან უხეში. და შიშოს ხელზე ეცვათ ხევსურებს ესა და ხო და აი ასეთი წასაცული დაიწყო სიარული და შემდეგ აღდგომა, სულთმოფენობა და ნათლისღება. აი ამ დღესასწაულებზე აძლევდა თავისუფლებას მარტო ცხელი წყალი, რომ მის ხელს შეხებოდა, ცივი წყლით ბანაობდა, ცივი წყლით იბანდა და თანახა ჩრდილოეთია, ხო ეს ინგლისია და ცივა სულ. და კიდევ თუ ავად იყო, მაშინაც ცხელი წყლის უფლებას აძლევდა თავს. დღეში ერთხელ იკვებებოდა და ძალიან ხშირად, თუ ავად არ იყო, ტაძარში რომ დამთავრდებოდა მსახურება, მთელ ღამეს ტაძარში ატარებდა ლოცვაში, ყოველ ღამეს. და ბოლოს, ესე იგი, კიდევ წინასწარმეტყველების უნარი მიენიჭა და წინასწარმეტყველა, რომ შავი ჭირის ეპიდემია გავრცელდებოდა და რომ ის ამ შავი ჭირის ეპიდემიით გარდაიცვლებოდა და კიდე დაასახელა რამდენიმე მონაზონის სახელი, რომელიც ასევე შავი ჭირით გარდაიცვლებოდნენ და ეს ყველაფერი ასრულდა. და ანდერძად დაიბარა, რომ ისეთივე უბრალო კუბოში ჩაეწვინათ, ეს დედოფალია, ხო, ნორტუმბრიის დედოფალი, ესე ეძახდნენ სულ ბოლომდე. ხო და ნორტუმბრიის დედოფალია და დაიბარა, რომ ისეთივე კუბოში ჩაესვენებინათ, როგორც ჩვეულებრივ მონაზონებს ასაფლავებდნენ და მოკლედ და ესე იგი, ეს სექსბურგა მისი და ეს უკვე გათხოვილი იყო, ეს დედოფალი იყო, ესეც კენტის საგრაფოს, კენტის მეფე იყო ერკონბერტი, მისი მეუღლე, რომელმაც პირველი ანგლო-საქსი მეფე იყო, რომელმაც ამ სექსბურგას მეუღლემ ერკონბერტმა, კენტის მეფემ აკრძალა კერპსახურება მთელ ქვეყანაში, დაამხო ეს კერპები კენტის საგრაფოში და ასევე შემოიღო სავალდებულოდ ეს აღდგომის წინ 40 დღიანი მარხვა მთელ ქვეყანაში. და მოკლედ აი ეს ამისი მეუღლე იყო სექსბურგა, რომელიც წამოვიდა და თავის დის მერე გახდა იღუმენია და 16 წლის შემდეგ ეტელდრედის, ანუ ოდრის სიკვდილის შემდეგ, ეს არის 17 ოქტომბერი 696 წლის, რომელსაც მან გახსნა საფლავი და მოიწვია, ესე იგი, ეს საერთოდ მაშინ ესე წესი იყო, რომ დედათა და მამათა მონასტრები ახლო დაარსდებოდა ხოლმე და მამები მოიწვია, ამ სექსბურგამ მოიწვია მამები, რომ გაეხსნათ საფლავი და რომ გახსნეს, ესე იგი, საფლავი აღმოჩნდა სრულებით უხრწნელი მისი სხეული და ამის შემდეგ იქ როგორც მოგახსენეთ, ეს ჭაობები და მდინარით არის გარემოცული ეს ადგილი და გააგზავნა ეს მამები, რომ ქვები მოეტანათ, ქვა ეშოვათ სადმე, რომ ამისი კუბო გაეკეთებინათ ახალი, რომელშიც უნდა ეს სარკოფაგში გადაესვენებინათ. ამ იმაში არაფერი ქვები არ იყო ამ ჭაობში და შემდეგ გრანტაკსტირი, ესე ქვია, რომაული ფორპორტი იყო, კასლ ჰილ ესე ქვია და მდინარე გრანტა, ანუ კემი, მერე დაერქვა ამ მდინარეს და კემბრიჯის სიტყვა აქედან მოდის, კემბრიჯი სადაც არის დღეს იქ იყო ეს ამბები და მოკლედ ამ ციხესიმაგრესთან ესენი რომ მივიდნენ ეს ბერები, ქვის სარკოფაგი კუბო იყო მიყუდებული კედელზე, მარმარილოს, თეთრი. ხო და სახურავიც იქვე იყო და რასაორია ამას ამ კუბო ისე იყო ამოჭრილი სარკოფაგი, რომ უკვე თავის ჩასადები ადგილიც იყო რაღაცნაირად.
და ნუ იფიქრეს, რომ ეს პირდაპირ ღმერთის მიერ გამოგზავნილია ესა და წამოიღეს ეს სარკოფაგი და აღმოჩნდა ზუსტად ეტელდრედას სხეულის ზომის და თავის ჩასადებით ზუსტად იგივე ზომის აღმოჩნდა მოკლედ. და მოკლედ აი სწორედ ეს ჩააბრძანეს ამ მარმარილოს სარკოფაგში. და აქ მოხდა კიდევ ერთი 16 წელი იყო გასული გარდაცვალებიდან და აქ მოხდა კიდევ ერთი დაამშოვანი ამბავი. ესე იგი მის ექსგლუმაცია თუ რა ვიცი რა ქვია სხეულის რომ გახსნეს ეს საფლავი და რომ ამოასვენეს ამ სხეულის ამობძანებას ესწრებოდა ექიმი რომელიც იყო ამ ეტელდრუდას პირადი ექიმი და რომელმაც გაუკეთა ოპერაცია გაუკეთა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. საქმე ის არის რომ ეტელდრუდას კიცერზე ჰქონდა დიდი სიმსივნე ძალიან. და ეს გაუჭრა, ესე იგი ეს ყელთან თუ სადღაც მოკლედ გაუჭრა და მოკლედ ეს რაღაც გამონადენი ჰქონდა თუ რაღაც მოკლედ გახსნა ეს ჭრილობა გაუკეთა. და როდესაც გახსნეს საფლავი, ესე იგი ეს ჭრილობა კისერზე აღარ ჰქონდა საერთოდ, ჭრილობა შეხორცებული იყო და სიმსივნე აღარ ჰქონდა საერთოდ. სხვა შორის ესეთ რამეს ამობე, რომ ასეთი შემთხვევები არის, რომ მიცვალებულს ჭრილობა უხორცდება, რომ გარდაცვალების შემდეგ ესეთი შემთხვევები არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ეს უდიდესი სასწაული იყო და ნახეთ ახლა აქ კიდე საინტერესო ამბავია, რომ ეტელდრუდა ამბობდა, რომ მე ეს სიმსივნეო იმიტომ დამემართაო, რომ ძალიან მიყვარდა ძვირფასი ყელსაბამების ტარებაო. დავით დროზე. ნუ ეს კი დედოფალი იყო, მაგრამ თან ხო გეუბნებით მოღვაწეობდა, მონაზონი იყო, ძალიან მკაცრი მონაზვნური ცხოვრებით ცხოვრობდა და აი ეს იყო შეუსაბამობა, თვითონ ასე თვლიდა ყოველ შემთხვევაში ამ ძვირფას სამკვლელებს და ამიტომ დაემართავდა. მერე უკვე მოგვიანებით მის საფლავთან, როდესაც მისი დღესასწაული აღინიშნებოდა, არ ვიცი ხა ხო იცით იქ დღესასწაულზე ყველაფერი იყიდება რაღაც ნივთები, ყელსაბამები რაღაცა და მოკლედ აღმოჩნდა რომ მის საფლავზე შენახები ეს ყელსაბამები კურნავდა ადამიანებს კურნავდა. იქ ნაყიდი მოკლედ ეს ყელსაბამები. მოკლედ ესეთი ისტორია იყო ეტელდრუდასი. ნუ ამოაბრძანეს და ჩაასვენეს და მოკლედ ასეთნაირად ისეთივე იყო როგორც დასაფლავების დღეს მისი სხეული. კემბრიჯის უნივერსიტეტის მფარველ წმინდანად ითვლება ეტელდრედა. და ეხლა წაგიკითხავთ ამ ჰიმნს, რომელიც ღირსმა ბედამ მიუძღვნა ეტელდრედას. ნუ პირდაპირ უნდა გითარგმნოთ, ამიტომ ხალხად გაითარგმანი არ გამომივა. მოწყალეო და უხვო ერთო სამთაგანო, სამებისაო, რომელიც ფლობ დღეთა ყოველთა და აკურთხე დალოცე ჩემი შრომა ერთო სამთაგანო. ბრძოლა აღწერა და შეამკო მარონმა. მარონი ეს არის ვირგილიუსის სახელი ერთ-ერთი და ენეიდაზეა ლაპარაკი. და მე კი მინდა ზუსტად ისევე შევამკო ეს ღვაწლი ღვთის წინაშე, როგორც ამ მარონმა, ანუ ვირგილიუსმა ბრძოლა აღწერა თავის ენეიდაში. ჩემი სიმღერა და ჩემი ქება თავისუფალი არის, ესე იგი სხვა მიწიური ამბებიდან მშვენიერი ელენეს მოტაცება აქ ტროის ამბებია და კიდევ ტროის ალყა დესხვებმა აღწერონ.
მე კი ღვთის დიდებას უგალობ. მოკლედ ჰიმნია რა მთელი. უგალობ და როგორ განკაცდა ღმერთი უფალი წიაღში ამ ნეტარი ქალწულისა, რომ ადამიანები გადაერჩინა, ამიტომ ჩამოვიდა ზემოდან განკაცდა უფალი. და ქალწული დედა, რომელმაც შო, იგი გახდა კარიბჭე სამყაროს შემქმნელისა. და რომელიც არის უფალი ჩვენი, უფალი ღმერთი და ღვთისმშობელმა ქალწულმა შობა. და შეამკობს ქალწულთა გუნდი, ვინც არის ეს ქალწულები ამკობენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომელიც არის დედა ელვის მპყრობელის. ეს არის ეს ძველი ბერძნული იქიდან მოდის ეს მისი ეს ასეთი ტიპის გალობა და ეს არის იუპიტერის ეპიტეტი. იუპიტერი იყო ის, ვისაც ელვა ეპყრა ხელთ. და აი ამ ქალწულების ბრწყინვალება აქებს ქალწულთა გუნდი. და მისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დიდებამ შო სწორედ ეს განადიდა ქალწულება და განადიდა ქალწულების ყვავილები. ეს ყვავილები შვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ამ სიწმინდე. და ეს ჩვენამდე მოიტანა და განადიდა ეს ქალწულება, მაგალითად ქალწულმა აგათია, რომელმაც ჩვენ ახლა ამ წმინდანებზე გვისაუბრია კიდევაც, რომელმაც განწმინდა თავისი ქალწულება მხურვალე ღუმელში, ცეცხლში დაიწვა. და ასევე ევლალიამ გაუძლო ამ ცეცხლს და აი გამოატარა ეს თავისი სხეული. ასევე თეკლემ დაამდორნა, ანუ დაიმორჩილა ლომები თავისი სულიერებით და ასევე წმინდა ეფემიამ ლომები მოამდორა თავისი სიწმინდით. და ღიმილით და სიცილით შეხვდა წმინდა აგნესა, შეხვდა ჯალათის მახვილს და ასევე სიცილით შეხვდა ცეცილია, ესე იგი ასევე მახვილს შეხვდა სიცილით ცეცილია. და ბევრი დიდი ქება მოიხვეჭეს ამით. და დღეს ჩვენი წმინდანი ასეთივე ნეტარი და ასეთივე განდიდებული ქალწულია, დედოფალი ედრიფრიდა, რომელმაც ჩვენი დროება შეამკო თავისი ქალწულებით. მამათა დიდება და წარმოშობით და წარმომავლობით დიდებული, მაგრამ დიდება, რომელიც მან უფალში მოიპოვა, უფრო დიდია კიდევ. თავის სადედოფლო ტახტზე იგი როგორც ყვავილი ისე გაიფურჩქნა სილამაზით, ესე იგი ყვაოდა ამ სამეფო ტახტზე და ვარსკვლავთა უმაღლესი იყო მისი მშვენიერება, იგი თუ როგორ ყვაოდა იგი. და სადვიპო დედოფალო ისეთი საქმრო, რომელიც შეიძლება რომ შენ მოგეახლოს. ერთადერთი საქმრო ხომ არ არის თვითონ ქრისტე. შენი
შენი საქმრო თუ ქრისტეა, ვინ შეიძლება კიდე შენი საქმრო რო იყოს? და შენთან ერთად არის დღეს დედა დროთა მეუფის, ვის ხელშიც არის დრო. და შენი თავი ღმერთს მიუძღვენი და გაატარე მონასტერში ცხოვრება და ღმერთს მიუძღვენი საკუთარი თავი და სულიერად ზეცას შენი სული ზეცას შეხვედრე. და სარკოფაგში თუ შენ საფლავში შენი სხეული ესე იგი წლების განმავლობაში არც კი ესე იგი წნილება მას არ შეხებია. ქრისტე, დიდია შენი ძალა, რომ შენ ამ ნესტიან ნოტიო, ხო წყლები იყო თან გარშემო, ხო და ამ ნოტიო საფლავში როგორ შეინარჩუნე მისი სხეულის უხრწნელება. და ეს ავადმყოფობა და ხრწნილება განიფანტა მისი ღვთაებრივი დიდების წინაშე. და ავადმყოფობაც განქრა. ხოლო ბოროტი, მტერი, თავის რომელმაც როდესღაც ევა შეაცდინა, წარეთ ტირის დღეს. რამე თუ ამ ქალწულმა ჩვენს დღევანდელ წმინდაზეა ლაპარაკი, დაამარცხა იგი. და იხილე უფლის სარძლობ ამ ეტელტრუდას მიმართავს, ისევე თუ როგორ მოვიდა შენთან ეს დიდება. და შენს მომავალ დიდებასაც მოხედე უფლის სარძლობ. ამ ჩირაღდნების, ამ საქორწილო ჩინაღდნების ბრწყინვალება ბევრ საჩუქარს მოგართმევს შენ. და მომავალი შენი საქმრო, ანუ ქრისტე, ბევრს ძღვენს მოგიძღვნის. დღეს კი ტკბილა ჟღერს ეს საოცარი სიმღერა შენს მიმართ, ჰიმნი შენი საქმროს მიმართ, დღეს უტკბილესად ჟღერს და შენ დასტოვე, მიატოვე მიწიერი სიყვარული ღვთაებრივი კრავისათვის და საუკუნოდ არ განეშორები მას, რომელიც განეშორე მიწიერი სიყვარულისგან. ეხლა გაჩვენებთ, გვაქვს რამდენიმე გამოსახულება მისი. სხვა შორის გავს, მაგრამ ძველი არ არის, ეს არის დროშა. მე-19 საუკუნეშია მოქარგული ამ ეტელტრედას გამოსახულებით მისი დროშა. გვაქვს კიდევ მინიატურაში მისი გამოსახულება და ესეც არ არის მაინდა-მაინც ძველი, მაგრამ აი რაღაცა ესე გამოიხატება ეტელტრედა. ბრიტანეთის მუზეუმიდან არის ესა. კიდევ ეს არის სტატუა, ესე იგი ქანდაკება მისი. აი ქანდაკებების გამოსახულებები არსებობს. და ეს არის ასევე ქანდაკება. ახლა აღარ ჩამოგითვლით ტაძრების სახელებს, სადაც არის. მოკლედ ესე გამოიხატება და ბოლოს ეს არის ეს მოგვიანებით საკათედრო ტაძარი, რომელიც ამ ელში აშენდა მონასტრის დაარსების გამო. და არის კიდევ აი ელში მისი სახელობის ტაძარი, ეტელტრედას სახელობის ტაძარი ესეთი. ეს. აი კიდევ აი ამ ტაძრის ნახატი. ეს არის ძირითადად
წმინდა ეთელტრედოზე და გვაქვს აი ესეთი პატარა ნამცეცები მისი სხეულის. ამას გეჩვენებთ. და შეგვეციოს მისი მადლი. ესე იგი, მე შეგახსენებ, დღეს ჩვენ ვისაუბრეთ დღევანდელ წმინდანებზე, ვინც ადრე ვიზეც არ გვისაუბრია, ეს იყო წმინდა მიქაელი, ანუ მიხეილი ყულუშვილი, ჰერელი, წმინდა ნიკიტა რემესიანელი და წმინდა ევსევი სამოსატელის ქართული ვერსია წაგიკითხეთ მისი ცხოვრების და ხვალინდელი წმინდანი არის, ესე იგი 23 ივნისის წმინდა ეტელდრე და ნორტუმბრიელი და ნუ სხვებს აღარ ჩამოვთვლი ხა ვის ხსენებაც არის დღეს და შეგვეციოს ამ წმინდანების მადლი. მე კი ამით დაგემშვიდობებით. ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.